მოგესალმებით, ვიწყებთ თავისუფალი მაგიდის მე-11 ეპიზოდის ჩაწერას. დღეს გვეყოლება სტუმრად იურისტი გურამ იმნაძე, რომელიც წლების მანძილზე იკვლევს და სწავლობს თუ როგორ უნდა იყოს მოწყობილი სამართალდამცავი სისტემა. შეიძლება ხა რთულად რო არ ვილაპარაკოთ და დავაბნიოთ ჩვენი მსმენელი. ესა ძალიან საინტერესო საკითხი, იმიტომ რომ 90-იანი წლების ბოლომდე ფაქტობრივად ჩვენი კანონმდებლობაც და ჩვენი უწყებებიც მოწყობილი იყო ინერციით, საბჭოთა სტილით. და 90-იანი წლების მიწურულს იწყება რეფორმირება სამართლის და რეფორმირება ინსტიტუციების, რომლებმაც რაღაც ახლებულ მოდელზე უნდა გადასვლას ჩვენი სამართალდამცავი სისტემა მათ შორის, რაცაც ერთადერთი მამოძრავებელი, ესე ვთქვათ, იდეა აქვს და ეს იდეა არის, რომ ადამიანები უკეთესად იყვნენ დაცული სახელმწიფოში და პრინციპი, რომ ყველაფერში მართალია სახელმწიფო, შეიცვალოს პრინციპით, რომ პრეზუმპციით, რომ ყველაფერში მართალია მოქალაქე, თუ კი არ დაუმტკიცებს სახელმწიფოს საწინააღმდეგოს მოქალაქეს. და არა პირიქით, როგორც მანამდე მოქმედებდა. მოკლედ, ამაზე ვისაუბრებთ დღეს რა, ვისაუბრებთ იმაზე, როგორ ჯობს იყოს მოწყობილი სამართალდამცავი სისტემა, ისე რომ საბოლოო ჯამში თითოეული მოქალაქის ინტერესი იყოს უკეთესად დაკმაყოფილებული. დამნაშავე დასჯილი იყოს, დანაშაული გამოძიებული იყოს და უდანაშაულო ადამიანი ასევე დაცული იყოს. აი ეს არის, მე მგონი, იდეალური სისტემა, რის შექმნას და ჩამოყალიბებაც საქართველოში იქნებოდა და საჭიროება ჯერ კიდე იქნებოდა კარგი და საჭიროება ჯერ კიდე, იმიტომ რომ აქამდე ალბათ ბევრი გვაშორებს. ხო. ეგ პრინციპი, ან მოქალაქეის უფლებები, რომ გარკვეულწილად უპირატესია საწინააღმდეგო დაუმტკიცება და ასე შემდეგ მისი უფლებების შეზღუდვა არ შეიძლება. სწორად რომ რეალიზდეს პრაქტიკაში, ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ინსტიტუციური მოწყობა, როგორ არიან უწყებები ჩამოყალიბებული, ვინ რას აკეთებს, ერთმანეთს როგორ უკავშირდებიან. დღეს ჩვენი სამართალდამცავი სისტემა შედგება რამდენიმე კომპონენტისგან, პრინციპში ცოტასგან არ თუ გავყვებით ესეთ წვრილმანებს, მაგრამ ძირითადად ეს არის პროკურატურა, რომელიც მართავს ფაქტობრივად სამართლებრივი დევნის პრინციპებს, ასევე ყავს პოლიცია, სუსი, ფინანსური პოლიცია და ასე შემდეგ. და მე მგონი ყველაზე კარგი იქნება იქიდან დავიწყოთ, ეს ორგანოები რას აკეთებენ, ვის რა როლი აქვს, რას უნდა აკეთებდნენ, რას აკეთებენ ერთმანეთთან, როგორ სინერგიაში არიან და რა პრობლემები შეიძლება წარმოიშვას პრაქტიკაში მათი ურთიერთქმედების დროს. და მანამდე რა თქმა უნდა მე ტრადიციულად ღვინით ვარ წარმოქმნილი, წინა შეხვედრაზე დავარღვიეთ ტრადიცია, საბამ შეარჩია შესანიშნავი ღვინო. კიდე დავარღვიოთ. აუცილებლად. ესე ეს პატარ-პატარა დარღვევები მოარღვევს თლიანად. ტრადიცია იმის არის, რა და ანა ახლები შევქმნათ. ხო, მოკლედ დღეს წარმოდგენილი გვექნება ახალი ღვინო, რომელსაც ბოლოს ერთად ნახავთ, ვისი არის და რა ჯიშია, რა როგორი წესით აყენებულია. თუმცა საბაც გაიწაფა მასობაში და ეხლა ვნახოთ გურამიც როგორ აგვიწყობს, ფერხულში როგორ ავყვება. დიდ პირობებს ვერ მოგცემთ, მაგრამ ეს როზეს გავსვა. არ ვიცი. ფერი ქარვისფერია. დეკანტირება მოხდება. და დავიწყოთ, რა ვიცი. დავიწყოთ შენს მოსვლას, ჩვენს დახვედრას. მადლობა მოწვევისთვის. ერთი მხრივ საინტერესო თემა არის. მეორე მხრივ ცუდუნებად იდეა, რომ რაღაც ძალიან ვიწრო პროფესიულ დეტალებში შევიდეთ, თუ რაღაც ზედმეტად გადავალ, ჯობია გავჩერდეთ ხოლმე, რომ რაღაც მარტივად ვისაუბროთ, მარტო არა იურისტებისთვის, კი არა იურისტებისთვის, რომ არ იყოს მხოლოდ, ხო? ჩვენი ეს დისკუსია თუ საუბარი. სამართალდამცავი სისტემა, ხო, ბევრი ფუნქციით და ბევრნაირი კუთხიდან შეიძლება აღიწეროს, მაგრამ ჩვენ როცა ვსაუბრობთ სამართალდამცავ საგამოძიებო უწყებებზე, ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, ხო, საბაში რაც თქვი ერთი არის, მთავარი უწყება არის პროკურატურა, რომელიც უფრო მეტად არის სისხლსამართლის დევნის ორგანო. და ამასაც ვიტყვი მე დევნა გამოძიება რა არის და გვაქვს მე საგამოძიებო უწყებები. ხშირად გონია ხოლმე რომ მარტო შინაგზავრით სამინისტრო არის გამოძიების ორგანო, მაგრამ ასე არ არის და ყავს ჩვენ სხვა სპეციფიური დარგობრივი საგამოძიებო უწყებები, ესე შეიძლება დავარქვათ მათ, იგივე ფინანსური პოლიცია ფინანსის სამინისტროში, სამხედრო პოლიცია თავდაცვის სამინისტროში და ასე შემდეგ, მაგრამ ხო ნუ ძალიან მთავარი სამართალდამცავი მთავარი საგამოძიებო უწყება არის შინაგზავრით სამინისტრო, იმიტომ რომ ყველაზე ბევრი ტიპის დანაშაულს
ეს უწყება იძიებს და გარდა ამისა შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ წმინდა საგამოძიებო ფუნქციის გარდა თავმოყრილი არის წესრიგის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ფუნქციები, მარწესრიგის ფუნქციები, ხო? რასაც მე სხვადასხვა კომპეტენციებით უძღვება, ეს არის ოპერატიული ფუნქცია, საპოლიციო პრევენციის ფუნქციები და ასე შემდეგ. ცალკე ამ არქიტექტურაში გვაქვს ქონდა ამ დრომდე დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახური, რომელსაც პრინციპში ხო დამოუკიდებელი ესე არის, უბრალოდ სახელი შეიძლება დავარქვათ, სპეციალური საგამოძიებო სამსახური უფრო სწორად, რომლის ფუნქციას და მიზანიც უნდა ყოფილიყო ის, რომ უნდა ყოფილიყო ერთგვარ დისტანცირებული არსებული ამ არქიტექტურისგან სამართლებრივი სისტემის ცალკე ძალაუფლებრივ ვერტიკალს უნდა ყოფილიყო დაყრდნობილი იმისთვის რომ ამ უწყებას არ ქონოდა რაღაც ტიპის ინტერესთა კონფლიქტები, კოლეგიალობის არაჯანსაღი განცდები და ამ უწყებას ბოლომდე ეფექტიანად სრულყოფილად გამოეძიებინა. რატომაც რა უნდა გამოეძიებინა? ხო, უნდა გამოეძიებინა პოლიციის, სამართალმცავების, მათ შორის პროკურატურის ყველა შესაძლო დანაშაული, ხო? ძალიან მოკლედ ვიტყვი გამოძიებასა და დევნას შორის რა განსხვავება არის. ჩვენი სისხლის სამართლის პროცესი, ესეც პირობითი არის, ორ ეტაპად შეიძლება გაიყოს, მაგრამ არ არის ბოლომდე ზუსტი ეს გაყოფა, ხისტი უბრალოდ. ხო, არის გამოძიების ეტაპი, როდესაც ფაქტიურად ყველა მტკიცებულება საქმეს სწავლობს, საგამოძიებო უწყება, სრულყოფილად, ობიექტურად უნდა სწავლობდეს, მოიძიებდეს ყველა შესაძლო რელევანტურ ინფორმაციას და ამუშავებდეს სხვადასხვა ვერსიებს, ხო? და როდესაც გამოძიება მივა რაღაც ტიპის დასკვნამდე, რომ აი ეს კონკრეტული ვერსია არის უკვე მეტნაკლებად სანდო მტკიცებულებებით გამყარებული, რომ ეს დანაშაული ჩაიდინა ამ კონკრეტულმა პიროვნებამ და არსებობს ამის საკმარის მტკიცებულებები, აქედან იწყება უკვე დევნა, ხო? გამოძიება თუ კი არის. ესე რო ავხსნათ, ნახე, თუ რამეს არასწორად ვიტყვი, გამისწორეთ, ხო? მოხდა ქურდობის ფაქტი. მოქალაქემ მივიდა სახლში და აღმოაჩინა, რომ ის სახლი არის გაქურდული. მან ამ შესახებ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს და პოლიციამ დაიწყო ფაქტზე, რომ ქურდობა მოხდა გამოძიება. გამოძიება გულისხმობს სხვადასხვა მტკიცებულების თავმოყრას, ხო? ეს არის ადგილის დათვალიერება, შეიძლება იყოს ექსპერტიზის კრიმინალისტების დახმარებით ანაბეჭდები, ხო? შესაძლებელი ამოღებული იქნეს, ხო, ამოღებული იქნას, თქვათ, მიმტკიცებები, მაგალითად, სიგარეტის ნამწვი შეიძლება ეგდოს სადმე, ხო და საერთო იყოს, რომ ეს უარ მოიხმარა, თქვათ, დამნაშავემ, რომელიც იმყოფებოდა ადგილზე. შეიძლება არც. შემდგომ გამოკითხა მეზობლები, რომლებიც შეიძლება იმ დროს ყოფილიყვნენ სახლში, გამვლელები. ამოიღო ვიდეო კამერებიდან ჩანაწერები, რომლებიც თქვათ იმ სახლის ახლომახლო მდგომარეობს, ან შეიძლება თავად სახლშიც არის განთავსებული ესეთი კამერა, რომელიც ოჯახს თავისივე უსაფრთხოებისთვის აქვს. ამ ყველაფერს მე რასაც აგროვებს, ნაწილს, რომელიც ეხება ეს პირად ცხოვრების ნაწილს, ჭირდება სპეციალიზირებული წესი, ესე ვთქვათ, სპეციალური წესი, რომ მტკიცებულებად იქცეს, რომ სხვის უფლებები არ დაირღვეს ამისი შექმნით, და ნაწილს არ ჭირდება, ხო, ეს განსაკუთრებული წესი, მაგალითად, გამოკითხვას მოწმისას, ავთ პოლიცია უნდა მივიდეს და ელაპარაკოს რაღაცები ჩაინიშნოს, ან დაიბაროს ესე შეიძლება საგამოძიებო უწყებაში და შეგვიძლია იქ მიხვიდი, ან მე სასამართლოში თქო დაბარება და იქ მიხვიდე და იქ მიცე ჩვენ. ეს რო შეკრიბა პოლიციამ ყველაფერი. ეგ არნიშნავს, რომ ვინმეს ბრალი აქვს წაყენებული, ანუ ვინმეზე დევნა ჯერ არ დაწყებულა, ხო, ამას გულისხმობ. კი. დევნა რო დაიწყოს, პოლიციელებმა რაღაც მტკიცებულებების ერთობლიობით უნდა მიაღწიოს ეჭვის იმ სტანდარტს, რომელსაც გონივრული ეჭვის სტანდარტს ვეძახით, ხო, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი ესე დავარქვათ, ძველ გონივრული ეჭვი ერქვა, მე მგონი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებში ჯერ კიდე ესია ეს ტერმინი გამოყენებული, რომ პირი იქნეს ბრალდებული. ანუ ის რომ ვიღაც ადამიანი გამოიკვეთა, რომ საკმარის მტკიცებული ასლოს, რომ ბრალი წაუთხრათ, რა შენ იყავის სავარაუდოდ, ვინც ეს დანაშაული ჩაიდგა. და მან შემოწმება დევნა იწყება აქედან, მანამდე არის გამოძიება. კი, მანამდე არის გამოძიება. ორი არსებითად, იმიტომ მე არ ვამბობ, რომ ეს ხისტი დაყოფა არის, მაგრამ ორი განსხვავებული ბუნების პროცესი არის. ამას ვამბობ. თუ კი გამოძიების ეტაპზე ყველა შესაძლო ვერსია მუშავდება, ყველა შესაძლო მტკიცებულება, დევნის ეტაპიდან უკვე ფაქტიურად ვიწროვდება საქმის მსვლელობა და ერთი კონკრეტული პირის ბრალდებულის მიმართ შეიძლება გაგრძელდეს კიდევ მტკიცებულების მოპოვება, მაგრამ ძირითადი ვერსია, ძირითადი პროცესი უკვე მის მიმართ მიმდინარეობს. ოღონდ ჩვენ მოწყობაში ზუსტად ეგაა პრობლემა, რომ ჩვენს მოწყობაში თავიდანვე და ხო თუ კი გამოძიებას აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საგამოძიებო უწყება, დევნის ეტაპზე შემოდის უკვე პროკურატურა, ხო და პროკურატურა არის ის ორგანო და პროკურორი არის ის სუბიექტი, რომელიც სასამართლოში ამტკიცებს პირის ბრალეულობას ადამიანმა, რომ ჩაიდინა დანაშაული, ამას ამტკიცებს, ხო? ან ვინც იძიებს საქმეს, ის არ არის ის ორგანო, ის უწყება, როგორც წესი,
რომელმაც მერე უნდა ამტკიცოს ვინ არის დამნაშავე. ხო, იმიტომ რომ აქ ლოგიკა დაშვება ის არის, რომ ეს უნდა იყოს ობიექტური პროცესი, გამოძიების პროცესი, ერთი კონკრეტული ადამიანის წინააღმდეგ მიმართული კი არა, ობიექტურად საქმის შესწავლა გულისხმობს გამოძიება, ყოველმხრივი სრული ობიექტური, ხო? და ამ ყოველმხრივი შესწავლის შედეგად გამოიკვეთება, რომ ვიღაც პიროვნებამ პეტრემ მაგალითად ჩაიდინა დანაშაული, ხო? და მე უკვე პროკურატურა ამ ობიექტური სურათიდან გამომდინარე სასამართლოში ამტკიცებს, რომ პეტრე იყო დამნაშავე. ხო, ჩვენ ცოტა შორიდან ხო არ ამოყვეთ რა, მე მგონი საინტერესო იქნება ხა ჩვენ რაც რაღაცები ვიცით და გონია რომ ყველა მიცემ ეს არ არის. ეგრე ხო არ არისო დიდგანვე ღმერთს ხო არ შეუქმნია პოლიცია და პროკურატურა და სასამართლო ხო? რაღაც ადამიანებმა მოიფიქრეთ საბოლოო ჯამში შეიძლება შექმნა, მაგრამ საჯული შეიძლება დავარქვათ ისე, აი როგორც თქვა ძველი აღთქმისეულად სოლომონი იყო მსაჯული ხო? თქვა ან სხვები რა ვიცი ხო? მაგრამ ნახეთ სულ ესე ხო არ არსებობდა რა. აი ეს როგორ ტრანსფორმირდა, ეგეც საინტერესოა. ანუ რასთან ერთად მივიდა ადამიანები იმ დასკვნამდე, რომ ეს უცხებები ცალ-ცალკე უნდა არც ძველად რა იყო, მეფე იყო, რომელიც კანონმდებელიც იყო, ან მეფე რასაც იტყოდა ის იყო კანონი. მერე იტყოდა რომ ეს კაცი დაიჭირეთ ჩასვით დილეგში, ჩასვამდნენ დილეგში. რა ქონდა ბრალად წარდგენილი, რა არ ქონდა ბრალად წარდგენილი, მეფე გადაწყვეტდა. მეფე იტყოდა თავი მოკვეთეთ, თავს მოკვეთდნენ. იტყოდა თავი არ მოკვეთოთ, არ მოკვეთდნენ. იტყოდა გაუშვით, გაუშვებდნენ. ანუ ეგრე იყო სამყარო მოწყობილი, ხო? და ადამიანი იყო აბსოლუტურად დაუცველი ამ ყველაფერში. ანუ მისი სიმართლის გატანა და დამტკიცება არ არსებობდა. და ადამიანებმა გავიარეთ რაღაც გზა, სანამ მოვედით იქამდე, რომ პოლიცია, პროკურატურა, სასამართლო რაღაც ინსტიტუტები შევქმნით ცალ-ცალკე. აი ხო არ შეგვიძლია აქ რაღაც პატარა მოგზაურობა მოვაწყოთ დროში. და ვთქვათ, როგორ გაიარა ადამიანებმა ეს გზა, არ არის აუცილებელი რაღაც ყველა შემთხვევაზე ისტორიული ფაქტი მოვყვეთ. არამედ რაც მოგზაურობის საერთო გზა ვაჩვენოთ. რატომ პოლიცია როგორ შეიქმნა? პოლიცია, პროკურატურა, სასამართლო. კი ბატონო. პოლიცია პრინციპში პირველი პოლიცია ხა ჩვენი ის გაგებით პოლიცია რაც არის, ეგ ბრიტანეთში შეიქმნა 1820-20-იან წლებში კი პრემიერ-მინისტრმა რომელმაც შექმნა რობერტ პილმა ჩამოაყალიბა თავისი პრინციპები, რომელთაც პოლიციას უნდა ემოქმედა. და ეს პრინციპები სხვა შორის ერთ-ერთი პრინციპი იყო ის, რომ პოლიციას ყოველთვის უნიფორმა უნდა სცმოდა. და აი ჩვენ სიტუაცია შეიძლება ეგ ძალიან რელევანტური იყოს, რომ სამოქალაქო ტანსაცმლით არ შეიძლებოდა რომ პოლიციას ეულო. თავდაპირველად ეს პოლიციელები იყვნენ რაღაცა ქურდების მჭერებად ითარგმნება ალბათ ეგ ამბავი thief catchers, რომლების დანიშნულებას იყო უბრალოდ წასულიყვნენ და ეს პერიოდია თან გავითვალისწინოთ, რომ ინგლისში ძალიან გავრცელებულია ჯიბის ქურდობა. ეგრეთ წოდებული, ანუ ეს თავშეყრის ადგილებზე საზოგადოებრივ, ეს იქნება ბაზრობები, სხვაშორის სიკვდილით დაჟის ცერემონიები. აი ძალიან ცნობილი ამბავია, რომ კრიმინოლოგიაში ასწავლიან, რომ ყველაზე მეტი ქურდობა ხდებოდა იქ, სადაც ქურდობისთვის ჯიდნენ ადამიანებს სიკვდილით. ესეთი ხო, ეს პოლიცია იყო პრინციპში ამ ბრიტანელების მცდელობა, რომ რაღაცნაირად მომხდარიყო გადალაგება, არ ყოფილიყო და დიდი წინააღმდეგობა ჰქონდა იმ პოლიციის ჩამოყალიბებას, რაც ხა ჩვენ გვაქვს და მთელ სოფლიოში რაც არის პრინციპში. იმიტომ რომ ხალხს ეშინოდა, რომ ბრიტანეთი ქმნიდა იგივე სისტემას, რაც იყო საფრანგეთში, ფრანგულ ჟანდარმერიის. და ჟანდარმერიის დანიშნულება ლუდოვიკოდან და სხვებიდან მოყოლებული ეს არ იყო ჩვეულებრივი კრიმინალებთან მოწოდებული. ეს არის უფრო გასამხედროებული. უფრო დღესაც უფრო გასამხედროებულია, იმ ადამიანებს შეუძლიათ რომ რაღაცა უდიდესი ავტომატები ატარონ შუა ქუჩაში ასე დგანან, ტანკებით შეიძლება გამოვიდნენ და ასე შემდეგ გააჩინათ არსენალში, როცა ბრიტანულ პოლიციას ეგ არ აქვს. და რაც თავარი მიზანი იყო განსხვავებული, ანუ ფრანგული ჟანდარმერიის დანიშნულება იყო პოლიტიკური პოლიციის, ანუ დღევანდელი სუსის მარტივად რო ვთქვათ, ფუნქციის შესრულება. ზუსტად უფრო NKVD-ს და KGB-ს კი ბატონო, ფუნქციებში, აი ეჟოვი და იეგოვი და საკეთებდნენ პოლიტიკური ოპონენტების გაქრობა. ხო, რა, ოპონენტების აღმოჩენა და გაქრობა და ისინი მოქმედებდნენ აი იმ ფარული მეთოდებით, ზუსტად ეს გადაცმული ქონდათ რაღაცა ჩვეულებრივი ტანსაცმელი, ჭორების მეშვეობით და ასე შემდეგ. და ფრანგებს არ აინტერესებდა ამ დროს რაც აბსოლუტიზმია და არ აინტერესებდათ რაღაცა არც პროკურატურა და არც სამართალი და პროკურატურა და თავისი ეს დაცვის წესები და საპროცესო წესებიც პრინციპში ბრიტანელებმა იმის გამო შექმნეს რომ თანდათან და ასე შემდეგ რომ პოლიცია თუ არ შეასრულებდა იმ როლს რაც იყო დაჭერის გარდა წაღება სასამართლოში და იქ მე საკუთარი პოზიციის დაცვა მაშინ საჭირო იყო რაღაცა ნეიტრალური ახლა ჩვენ უნდა ვახსენოთ მე მოწესრიგებებზე ვახსენეთ და ეს არის თავისუფლების დიდი ქარტია რა
ანუ ყველაფერი ამით იწყება რეალურად, ხო? ანუ ადრე ხდება. 1215 წელია, მე-13 საუკუნე, როდესაც მეფე ჯონ უმიწაწყლოს უწევს იძულებით, ნუ ახლა რატო იძულებით, ხო? ჯერ საფრანგეთთან ომების გამო დასუსტდა გარკვეულწილად. აქეთ ცნუება გაუჩნდა ახალი გადასახადების შემოღების ხოლმე ამაზე ბარონები გაბრაზდნენ, წარჩინებულები გაბრაზდნენ, რომ ჩვენთან ახალი გადასახადების დაწება ჩვენს გარეშე და შენ სუსტი მეფე რამდენს ბედავ. მოგეთ მეფეს აიძულეს რაღაცაზე ხელი მოეწერა რა და ეს რაღაცა არის თავისუფლად დიდი ქარტია, ხო? და რა წერია აქტში, ხო ხა ეს პუბლიკურად არ განვიხილავთ ბევრი პუნქტისგან შედგება, მაგრამ ერთ-ერთი არის რომ ამ აქტში ჩდება ეგრეთ წოდებული habeas corpus-ის, habeas corpus აქტს, რასაც ვეძახთ მე მოგვიანებით, რასაც იღებენ, იმის პირველი იდეა. და რა არის ეს იდეა, რომ არავინ არ შეიძლება დაისაჯოს კანონის გარეშე. ანუ მანამდე არ არსებობს ესეთი რამ, რომ კანონის გარეშე არ შეიძლება დაისაჯო. მანამდე მეფე გეტყვის და დაისჯები. მაგრამ ეხლა ადამიანმა უკვე იცის რომ თუ კანონში რამე წერია და იმას დაარღვევს, იმისთვის დაისჯება და თუ არ წერია, აღარ უნდა დაისაჯოს. ცხადია ეს აქტი ყველაზე არ ვრცელდება იმ მომენტში. მაგრამ იდეა რომ რასაც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ნაწილსაც ვეძახით დღეს, ხო? ამაზე გქონდა ჩვენ საუბარი. მოდის აქედან. და ეს მე ინგლისში ისე ვითარდება დროთა განმავლობაში 1679 წელს თუ მივალთ უკვე, სადაც ცალკე აქცი იღებენ habeas corpus აქტის სახელით, სადაც დაკავებული სასამართლოს უნდა წარედგინოს, სასამართლომ გადაწყვიტოს სწორად არის თუ არა დაკავებული და ბრალი მიუძღვის თუ არა კანონის დარღვევაში, თუ ისე დაიჭირეს. თუ არა გაუშვას. ეგ იდეა მოდის სწორედ იქედან რომ მეფეს წაერთვა უფლება, როგორც უნდა ისე გადაეწყვიტა ყველაფერი. და ეგ გადავიდა პროკურატურასთან, ესე იგი. ხო, ოღონდ პროკურატურის წარმომავლობაც განსხვავებული, როგორ თქვა, ბილიკები მიმართულებები გზები გაიარეს, ხო? შემთხვევაში შეიძლება ყოფილიყო სასამართლოდან გამოზრდილი, შეიძლება ყოფილიყო სამართალმცავი ორგანოებიდან. ამოზრდილი მთავარი არსი ეგ არის, რომ ყოფილიყო უფრო მეტად, პროკურატურები დღესაც სხვადასხვა ფუნქციებს ასრულებენ, ხო? არ არის ესე ერთიანი უნივერსალური გაგება პროკურატურის ყველა სისტემაში, მაგრამ თავი არის ის არის, რომ უფრო მეტად სასამართლოში დამამტკიცებელი ბრალდების არის ეს. და გამოძიების როლისგან მეტნაკლებად არის სხვადასხვა დოზით არის გათავისუფლებული, ხო? გამოძიებას უნდა აწარმოებდეს სხვა სუბიექტი, რომ არ შეიქმნას იმ თავითო მიკერძოება. რომ თავიდანვე თუ კი პროკურორი არის ჩართული გამოძიებაში, თუ კი პროკურორი რომელიც იმ როგორ თქვა, დაინტერესებულია. ხო, იმ მაინდსეტით, იმ განწყობით, იმ წინასწარი განწყობით მოქმედებს, რომ ვიღაც უნდა იყოს გამწყნებული აუცილებლად ამ დანაშაულისთვის, ხო? ეს არსებითად მართულად ეძებთ კიცებულად. ხო, ეს უკვე არსებითად ცვლის გამოძიების სრულობას, იმიტომ რომ გამოძიებაც იმ თავითო დავიწყებებული გამოდის და იმ თავითო ძალიან დიდი გავლენა შეიძლება ქონდეს გამოძიების ობიექტურობის მასშტაბზე. ამ ყველაფერს. და საბოლოო ჯამში კარგ მოწყობაში სწორედ ეს არის, რომ გამოძიება არის უფრო ითქვას, როგორ თქვა, ირაციონალური შეიძლება რაღაც გაგებით, იმიტომ რომ ყველაფერს შეიძლება სწავლობდეს და ფორმალურად ჩვენი კანონმდებლობა ავალებს გამოძიებას, მათ შორის რომ არ მხოლოდ მოიპოვოს მათ შორის ბრალდებულის სასარგებლო მტკიცებულები გაუზიაროს კიდეც მტკიცებულება, ხო? ეს ერთგვარი სანდოობის ტესტიც არის, ხო, რომ გამოძიება არ უნდა იყოს ერთი ადამიანისკენ მიმართული. მე როგორ პროკურატურას ამ სანდოობის დაკმაყოფილების შემდეგ პროკურატურის მხრიდან ერთი ადამიანის დამნაშავების მტკიცებაც აღარ აჩენს ნდობის თვალსაზრისით კითხვებს, ხო? იმიტომ რომ წინარე ეტაპზე არის ეს ყველაფერი გავრილი, ხო, როცა საქმე სრულყოფილად იყო შესწავლილი და გამოვლინდა ნამდვილად ობიექტურად დადასტურდა, რომ კონკრეტული პირი შესაძლოა ანუ ესე რომ თქვა, კაცობრიობა მიხვდა, რომ ადამიანი უკეთესად იქნება დაცული, რომ პოლიციელები ფართო გაგებით, გამომძიებელი, ესე რომ თქვა, თანამდებობრივად თუ იძიებს საქმეს ყოველმხრივ და ობიექტურად აგროვებს მტკიცებულებებს, ამ მტკიცებულების რაოდენობა თუ იქნება საკმარისი, რომ იმას ბრალი წარედგინოს, აქ შემოდის პროკურორი როგორც ბრალმდებელი. თუმცა, ასევე მე მინდა გავიხსენო ერთი კარგი ტერმინი, ქართულად ალბათ იქნება მორბენალი მოსამართლე, არ ვიცი, მოსამართლე რომელიც დარბის, ხო? ანუ პროკურორებს ეს ეძახიან ზოგიერთ კულტურაში, რომ პროკურორი მარტო ის კი არა, რომ გამომძიებიდან აი წამოვიღე და დევნა დავიწყე, არამედ გამოძიებას ასევე რაღაც საგამოძიებო მოქმედებებზე როგორც მოსამართლე, კვაზიმოსამართლე, ესე ვთქვათ, ისეც აქცევს ყურადღებას, რომ გამომძიებლის ინსტინქტი ყველაფერი მოიპოვოს, არ იქცევს სხვათა უფლებების დარღვევის საფუძვლად. მან ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ პოლიცია და პროკურატურა ერთმანეთისგან ნებისმიერ სახის პოლიცია, ხო? აი გურომ რაც ჩამოთვალა, ის სხვადასხვა პოლიციები, მათ შორის პროკურატურის საგამოძიებოც არ არიან დამოუკიდებლად მოქმედი სუბიექტები, ანუ ისინი რაღაცებს აგროვებენ, მაგრამ ამ რაღაცა მტკიცებულების შეგროვებაზე სჭირდებათ გარკვეულწილად ჩვენს მოწყობაში რაღაცა თანხმობა, ნებართვა და ასე შემდეგ, არა მხოლოდ მოსამართლისგან, სადაც პროკურორი უნდა წავიდეს შუამდგომობით, ხო? არამედ თვითონ პროკურატურისგან.
და ეგ ქმნის დაქვემდებარების რაღაცა ხარისხებს ჩვენთან, სადაც პროკურორი გადაიქცევა ფაქტობრივად ყველაფრის შემძლედ და ის ტრადიციაც ეგეთია. ხო, და ის გამომძიებელი, რომელიც ყოველმხრივ და ობიექტურად უნდა იძიებდეს საქმეს, მერე ხდება სასამართლოში ბრალდების მოწმე. კი, ერთ დავუძებ, შეიძლება ლაპარაკობდი, რომ აი ეს პროკურორის ეს როლი, მათ შორის მაკონტროლებელი როლი, არა მხოლოდ ის, რომ სასამართლოში ამტკიცოს უხას დანაშაულებრივობა. ეგ ძალიან მნიშვნელოვანი როლი არის მათ შორის, იმიტომ რომ გამოძიებასაც შეიძლება ნამდვილად გაუჩნდეს თუნება, რომ უსაზღვროდ მაგალითად ყველას მოусმინოს. ხომ ყველას მიმართ განახორციელოს ფარული მოსმენა მიყურადება ან არ კონდეს ამის არანაირი საფუძველი, მაგრამ გადაწყვეტეს რომ ვიღაცის სახლი არის გასაჩხრიკი და შევიდეს ყველა ჩხრიკოს. ხო რა, ყველა გაჩხრიკოს ესე მექანიკურად, ხო? პროკურატურა ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი რგოლი უნდა იყოს, რომ ეს გამოძიების ან სურვილს რომ მასიურად ყველანაირი ინფორმაცია მოიპოვოს, ყოველმხრივ ყველანაირი ინფორმაცია იყოს მათ შორის პროპორციულობის კანონიერების ჩასმული. ხო, ეს ყველაფერი მართლა და საბაში რაზეც საუბრობდი, მან შემოდის უკვე ეგ პრობლემა რა. ეს ყველაფერი მოქმედებს ისეთ რეალობაში, როცა ეს ორი უწყება არსებითად არის ერთმანეთისგან დისტანცირებული. შეიძლება არ იყოს აუცილებლად დაპირისპირებული კონფლიქტს ეძახიან, ხოლმე შეიძლება რომ ეს ორი უწყება იყოს კონფლიქტში, შეიძლება კონფლიქტში არ იყვნენ, მაგრამ მინიმუმ რაღაც ტიპის დისტანცირება უნდა იყოს ფორმალურად და პრაქტიკულად, ხო? არ უნდა შეეძლოს არც ერთ უწყებას, რომ მეორეს ერთპიროვნულად გადაუწყვიტოს, აი მე ესე მინდა და მორჩა, მეორე უწყებას უნდა შეეძლოს რაღაცა თავისი ავტონომია უნდა კონდეს. ჩვენთან არის თუ არა ეგ? ხო, ჩვენთან განსხვავებული დინამიკა იყო ხოლმე ამ წყობებს შორის, ეხლა 2003 წლამდე მაინც უფრო მეტად შეიძლება ითქვას, რომ ბოლომდე ესეთი დამოკიდებული არ იყო სამართალმცავი გამოძიება პროკურატურაზე, იმიტომ რომ პროკურატურა არ იყო ეგეთი ძლიერი უწყება და სხვა ტიპის პრობლემები იყო იქ. 2003 წლიდან კორუფციულად იყო დამოკიდებული ეს. ხო, უფრო მეტად კორუფციულად იყო დამოკიდებული. 2003 წელს ზუსტად ამ პრობლემასთან ბრძოლისთვის, როცა ეს მასიური წმენდა მოხდა სამართალმცავ სისტემაში, ვარდების რევოლუციის შემდეგ, მაგრამ არ არსებობდა არც ცოდნა ახალი სისტემის და არც ერთგვარად ნდობა ხო პოლიტიკური ლიდერშიპისგან, რომ აი ისევ დეცენტრალიზებული ყოფილიყო, მთლიანად ბევრი ფუნქცია. რაღაცნაირად პროკურატურა გახდა მთავარი სამართალმცავი ორგანო, ერთგვარად მთავარი საგამოძიებო ორგანოც, ხო? არა მხოლოდ დევნის გამოძიების ორგანოც, რომელსაც ბევრ რაღაცასთან ერთად ხარისხის, სამართლიანობის, ეფექტიანობასთან ერთად ისიც უნდა უზრუნველყო, რომ კორუფციის, როგორ თქვა, საფრთხეები არ გაჩენილიყო ამ ფართო საგამოძიებო უწყებებში, რომელზეც წეგან ვილაპარაკი, ხო? ამ თვალსაზრისით პროკურატურა უფრო მართვადი უწყება იყო და უფრო ეფექტიანი ინსტრუმენტი იყო, იმიტომ რომ კონკრეტული უწყება არის, არც ისე ბევრი თანამშრომლით, 400-500 თანამშრომელი შეიძლება, პროკურორი შეიძლება ქვეყნის მასშტაბით ყოლდეს, ვიდრე 40000 მარტო შინაგან სამინისტროში, ხო, და სხვა უწყებებში კიდევ დამატებით, ხო? ეს იყო ერთგვარი ლოგიკა, რატომაც პროკურატურამ აი ამ პროცესში, იმ რეფორმების პროცესში ძალიან დიდი, საშიშად დიდი ძალაუფლება მოიპოვა და რატომაც პროკურატურა გახდა არა მხოლოდ სასამართლოში დევნის ორგანო, ან გამოძიების პროცესში ეს გამოძიებაზე კანონიერების კონტროლის ორგანო, არამედ ისიც რომ უბრალოდ გამოძიების დროს ნებისმიერი საქმის ეფექტიანობა, ის რომ საქმე უბრალოდ გამოძიებული ყოფილიყო, ეს იყო არსებითად დამოკიდებული უკვე პროკურორზე, ხო? ანუ გამოძიების წარმმართველი. ხო, გამოძიების ხელმძღვანელი ორგანო გახდა. ესეთი ის მქონდა რა, აი მე 90-იან წლებიდან მახსოვს ახლა ამ ორი დამოუკიდებელი უწყების ერთმანეთთან კავშირი და მათ შორის განსხვავებული კომპეტენციები გააჩნდათ. ახლა უფლებამოსილების პროკურატურის იცვლებოდა 95 წლის კონსტიტუციამდე პროკურატურა იყო საერთო ზედამხედველობის ორგანო. ხო, უფრო სასამართლოსთან დაახლოებით, სასამართლოს ქვეშ. ზედამხედველობა ნიშნავდა სასამართლოს გადაწყვეტების კანონიერების შემოწმებას შეეძლო. ანუ აი ოფში ნაძორ ესე ეძახდნენ. სხვა შორის არის დღესაც ქვეყნები, სადაც ჯერ კიდევ აქვს ესეთი ფუნქცია შემორჩენილი. აი მაგალითად თუ კი მიიღებდა სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელსაც პროკურორი არ ეთანხმოდა, შეიძლება გამოძიება დაეწყო უკანონო გადაწყვეტილების მუხლი არსებობდა, უკანონო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებას. ეს მუხლი 2007 წელს გაუქმდა, ხო? და როცა გაუქმდა ეგ მუხლი და ვამტკიცებდით, რომ კარგია რომ ეს გაუქმდა, მახსოვს მაშინ ადამიანთა ნაწილი ამტკიცებდა, რომ ეს კი გაუქმდა, მოსამართლეები ამტკიცებდნენ, მაგრამ სხვა მუხლებით შეიძლება მაინც დაჯა მოსამართლეს. აბსოლუტურად. მოსამართლე ამტკიცებს, რომ მოსამართლის დაჯა სხვა მუხლითაც შესაძლებელია და კარგია ეს. აჰა, ეგ სხვა. ანუ და გაუქმდა დანაშაული, ხო, მაგრამ ეს დავანებოთ. ესე იგი, როგორ იყო მანამდე მოწყობილი სისტემა? პოლიციაში გამომძიებამდე არსებობდა კიდე მოკვლევა. წინასწარი მოკვლევა. ხო, მოკვლევის ორგანო. ესე იგი, მომკვლევი იყო თანამდებობა. თუ კი დააკავებდა მომკვლევი ადამიანს, რომელსაც დააკავება არ ერქვა პოლიციაში წარდგენა, 12 საათით შეეძლო გაეკეთებინა და იქ არანაირი უფლება არ ჰქონდა ადამიანს, არც დუმილის, არც საწველის. ხო, 12 საათი იყო აბსოლუტურად არამოქალაქე. საქმის მოგვარება ჯდებოდა იმ 40 საათშიც, ხო? არ ხდებოდა. საქმის მოგვარება ჯდებოდა $50.
თუ გამომძიებელი ჩაერთვებოდა უკვე საქმეში, ანუ გავიდა 12 საათი და გადავიდოდა, საქმის უკვლარება ხდებოდა $100. თუ კი ბრალს წარუდგენდნენ, ანუ 48 საათში, ერთვებოდა პროკურორი და საქმე ხდებოდა $200. და თუ სასამართლოშიც გააგზავნდნენ უკვე, აქვეთ ხონძებას, საქმე ხდებოდა $500. ანუ გამოეშვით რა. ანუ ესე იყო გადაბმული, ანუ კორუფციულად გადაბმული იყო ეს უწყებები ერთმანეთთან. და რაც 2003 წლის მერე ხდება, ეს ფულით დაკავშირებულობა, ეს ურთიერთობები მოიშალა, მაგრამ სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრება, რომელიც ესეთი დაანონსებული იყო და მესმის ლოგიკაც ატომ შეიძლება ყოფილიყო, მოგწონს თუ არა ფორმები როგორ იყო, ლოგიკა გამოწვევა რა ქონდა, შეიძლება გასაგები იყოს. სწორი იყო თუ არა გზა სხვა თემა. ამან გამოიწვია, რომ პროკურატურა და პოლიცია აქცია მჭიდრო პარტნიორებად, რომ პოლიტიკური დაკვეთა აღსრულებულიყო. რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი აღმოჩენილიყო საჯარისმოების სისტემაში, იმიტომ რომ ამით უნდა შეჩერებულიყო კრიმინალი გარეთ. და აქ ამ პროცესში ისიც კი რომ სასამართლოს რაღაც დამოუკიდებლობის ფარგლები არ ქონოდა, რომ ვიღაც შეიძლება კი დამნაშავეა ციხეში არ გაეშვა, ესენიც კი შეცვალეს კანონში. მაგალითად, საპროცესო შეთანხმების გარეშე პირობითი მსჯავრით ადამიანს ვერ გაათავისუფლებს. ეხლა ძალიან შეზღუდულია პრინციპი. კი, ეხლაც არსებითად შეზღუდულია. კარგი, როგორ თქვა, აღწერა არის ნამდვილად და ერთი შეხედვით ეს კეთილშობილური კორუფციის დაზღვევის რისკები საბოლოო ჯამში იქცა მერე წყევლად, ხო? ამ სისტემისაც და პოლიტიკური ხელისუფლებისაც ვინც ეგ რეფორმები გაატარა, ხო? იმიტომ რომ აი ამ კონტროლთან ერთად ერთის მხრივ მოირყა ეს გამოძიების არა მხოლოდ ობიექტურობა, რომ გამოძიება ობიექტური ყოფილიყო, არსებითად ჩამოკიდებული იყო, არც არასდროს ყოფილა, მაგრამ ნუ ეგ მიზანი არ იყო მიღწეული, ვერ იქნა მიღწეული. ამასთან ერთად გამოძიება იმის გამო, რომ აბსოლუტურად დამოკიდებული იყო პროკურატურაზე, ჩვენ მივიღეთ უკიდურესად დეკვალიფიცირებული, ანუ არ მცოდნე საქმის არ მცოდნე, არაკომპეტენტური გამოძიებები, საგამოძიებო უწყებები, გამონაკლისი იყო ისევ აი სპეციალიზებული მაგალითად ფინანსთა სამინისტროში როგორც წესი იყო ხოლმე. უფრო კვალიფიციური გამოძიებები. იმიტომ რომ სპეციალურ ცოდნას მოითხოვდა ის და პროკურატურის საგამოძიებო. მაგრამ მასიურად აი რასაც ჩვენ ვსაუბრობთ, ხო, შსს-ზე იმის გამო რომ მათ არავინ არაფერს აღარ ეკითხებოდა ამ შსს გამოძიებლებს, მივიღეთ უკიდურესად საქმის არ მცოდნე არ უნდა. აი წარმოგიდგინე გამომძიებელი ხარ, რომელიც აგიყვანეს შსს-ში, დაიწყე მუშაობა და რომელი უფრო იოლია შენთვის გააკეთო. შენ დაგიგმო მთელი გამოძიება და პასუხისმგებლობაც შენი იყოს და მე პროკურორმა ერთადერთი გადამოგიგდოს ეს საქმე და გითხრას რომ ესენი არ გაკეთებული და ბრალს ვერავისაც ვერ წაუყენებთ და შემოგეტენოს თუ მეორე როგორც კი შეიტყვე დანაშაულის შესახებ, სანამ ოქმად დაარეგისტრირებ თქვი დაარეგისტრირებ, აიღო ტელეფონი და დაურეკო. ბატონო პროკურორო, აბა ეხლა ბოდიში გვიან გაწუხებთ, ვიცი, მაგრამ ასე არის ეს მოხდა ეს რა მუხლი დავარეგისტრიროთ დანაშაული. ის დაფიქსდება და ეტყვის. იცი რა, მოდი ეს მუხლი იყოს 177-ის მესამე, თუ კი ქურდობის რაღაც შენობა შეღწევა. გავიდა ხსნახანი. ბატონო პროკურორო, ისევ გირეკავთ, ბოდიში გიხდით. მისული ვარ დათვალიერებას ვაკეთებ და ოქში როგორ ჯობია რომ ჩავწეროთ. და ესე გრძელდება ეს უსასრულოდ. აი რასაც თქვენ არის შენაბობდი გურამ წეხა რომ პროკურორი თუ ესეა ჩართული ამ ყველა პროცესში, ანუ ყველაფერს ის წყვეტს. ხო. მე რეკიტიკულად როგორ შეხედავს იმ საქმეს, რომელიც თუ გადაწყვეტა ყველაფერი. ეგ არის მთავარი, ანუ კურორას სამრუდა რა, ანუ პროკურორი რომელიც უნდა ყოფილიყო ამ კანონიერების შემოწმებელი. ეს უნდა იქნას გამომძიებელმა ყველაფერი და მე შეხედოს პროკურორი. სინამდვილეში გადაიქცა გამომძიებლების. ხო, პროკურორი იყო უფრო მეტად გამომძიებელი, კარგი გამომძიებელი, რომელიც იმოდროულად სასამართლოშიც გამოდიოდა და ნუ მე ამ ყველაფერს ზედნაშენად ემატებოდა ისიც, რომ არც სასამართლო არ იყო მოწოდების მაღაზია კი არის ძალიან შორს იყო ეფექტურობასთან და ყველა ეს პრობლემა საბოლოო ჯამში გადაითარგმნა იმათ, რამაც მე გამოიწვია ძალიან დიდი უკმაყოფილება პროტესტი იმ სისტემის მიმართ, ხო? 2012 წლის შემდეგ რაღაცების როგორ თქვა, შეცვლის ესეთი ბუტაფორონი ცდილობები იყო. ზოგადად პროკურატურის სისტემა ვითომ უნდა შეცვლილიყო და უფრო ეს გენერალური პროკურორი მაგაზეც შეგვიძლია მე ვილაპარაკოთ რა ფიგურა არის ხო მთავარი პროკურორი და გენერალური პროკურორი როგორ იცვლებოდა მე საგამოძიებო უწყებებში ვითომ უფრო უნდა გაძლიერებულიყო საგამოძიებო უწყებების დამოუკიდებლობა სასამართლოს როლიც ვითომ არსებითად უნდა გადახედილიყო მოყვეთ პირდაპირ ჯობია რა ეს მე ამბებად მოყვეთ ჯობია პრინციპში აი ხო რაც იყო 2012 წლამდე კარგი როგორ შეიძლება გადარჩენილიყო ის რაც იყო, ვთქვათ, მონოპოლარი ვარდების რევოლუციის. ეს არის ფულს აღარ იღებდა ვიღაცა, კორუფცია აღარ იყო, ხო? შენობები ნორმალური იყო. რა ვიცი, ხა ჩვენ ვლაპარაკობთ. მე მახსოვს 2000. კი, ეგ გასაგებია, მაგრამ თავარი აი ამ შეცვლილიყო. ხო, აი ამ თავარ სისტემაში რაც ახლა აღწერეთ, ესე იგი გამოდის, რომ პროკურორი გახდა ყველაფერი, იმიტომ რომ აი სამი სისტემა რო სამი ეტაპი რო წარმოვიდგინეთ, ხო, მართლმსაჯულების თავიდან გამოძიება, მერე ბრალდება და ბოლოს სასამართლო განხილვა, ანუ პირველის ოფიციალური
ოფიციალური რაღაცა ზედამხედველი გახდა და გამოძიებასაც თვითონ პროკურორი აწარმოებდა და სასამართლოში მოსამართლეებს არც უფლება არ ქონდათ ფაქტობრივად და რასაც პროკურორი იტყო და ისე იყო სასამართლოში. ან პროკურორის როლი იყო მთავარი რა მოხდა 2012 წლის. ხო, მაგაზეც აი 2012 წელს რა მოხდა მაგაზეც ვიტყვი და 2012 წლამდე აი სასამართლოსთან ურთიერთობაზეც რომ ერთია რომ წმინდა კანონმდებლობის დონეზე იყო ძალიან დიდი გავლენა პროკურატურის მხარეს გადაწონილი და უფრო მეტ საკითხებზე იღებდა გაწოდებას ეს საპროცესო შეთანხმება იქნება ეს თუ ელემენტარული ხო რა საპროცესო შეთანხმება იმდან დიდი ბერკეტი იყო პროკურატურის ხელში რომ ფაქტობრივად პროცესის განმავლობაში საბოლოო შედეგი რა უნდა ყოფილიყო ხო ადამიანის მიმართ უფრო მეტი გავლენა ამ პროცესზე ქონდა არა მოსამართლეს რომელმაც უნდა შეაფასოს ობიექტურად რაღაცა სამართლიანი გადაწყვეტილება და სასჯელი მათ შორის უნდა შეაფარდოს არამედ პროკურორს იგივე იმ საპროცესო შეთანხმებით ხო და ამავდროულად ამ ძალაუფლებრივი მოსამართლე მსხვერპლი არ იყო არა, მსხვერპლზე არ ვარ. ამ ძალაუფლებრივი ვერტიკალის ფორმალური პროცედურების მიღმა იყო ფაქტობრივი მოცემულობაც, უფრო არაფორმალური გავლენა პროკურატურის, ხო, სასამართლოზე, როდესაც აი ეს ან პროკურორები, ან პროკურატურიდან წასული მოსამართლეები, ხო, არსებითად უზრუნველყოფდნენ იმას, რომ პროკურატურის ინტერესები საქმის წარმოების პროცესში, მარცვლების პროცესში ყოფილიყო ბოლომდე დაცული, ხო? და ჩვენ თუ შევხედოთ აი მაგ წლებში სასამართლოში მნიშვნელოვან პოზიციებზე ვინ იკავებდნენ დიდი წილი მათი იყვნენ პროკურატურიდან გადასული ხალხი, ხო? ორჩოც არის კლანს რო ეძახით ახლა. ამ ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა არის პროკურატურის ყოფილი პროკურორები გამოძიება. ჩინჩალაძე ცერცვაძე იყო მანამდე ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა. ჩინჩალაძე, რა ვიცი. ცერცვაძე მეგონი არ იყო პროკურატურის პროკურორი, მაგრამ ცერცვაძე იყო სასამართლოს კადრი და კერძო სამართალი იბარა ისეც. მურუსიძე არის სასამართლოს კადრი, ოღონდ ჩინჩალაძე და მურუსიძე ერთად იყვნენ სასამართლოში კიდე საოლქო ერქვა მაშინ. დანარჩენი, აი ვინც არის ამ კლანს ასაც ვეძახით, ყველა არის ჩინჩალაძის პროკურორობის დროს მისი ქვეშემდგომი პროკურორები და გამოძიება. კი. ხო და ეს უკვე ქნა მე უკვე არაფორმალურ დაქვემდებარებასაც ძალიან სასამართლო სისტემის აღონ რა თქმა უნდა არავითარ შემთხვევაში მსხვერპლი არ იყო მოსამართლეები და მე ამაზეც მინდოდა მელაპარაკო თუ დრო დაგვრჩება არ ვიცი მაგრამ ჩვენ მათ შორის 2012 წლის შემდეგაც და როცა ეს რეჟიმი შეიცვლება აუცილებლად მოგვიწევს უფრო მეტად საუბარი იგივე გარდამავალ მართლმსაჯულების მექანიზმებზე ხო ჩვენ მგონია 2012 წელს ერთ-ერთი შეცდომა თუ პრობლემა რაც იყო მათ შორის ეგეც იყო რომ სრულყოფილად არ მოხდა იმ პრობლემის გააზრება, პოლიტიკური და მე საზოგადოებრივი აღიარება, რაც რა პრობლემებიც არსებობდა მანამდე, ხო და მე ეს ამიტომაც გახდა მარტივად პოლიტიკური პრობლემა ეს ყველა პოლიტიკური როგორ თქვა манипуляციების პოლიტიკური მიზეზებით ძალიან მარტივად აი ამ პრობლემებზე საუბრის საფუძველი დარჩა ისე ხო და იმიტომაც გახდა ეს ვითომ სამართლიანობის აღდგენა ძალიან ბუტაფორული უშინაარსო და პრობლემები გავყვეთ მე დავყვეთ ახლა მაგთან ერთად ფაზებად და კითხვები დავსვათ კონკრეტულად პასუხები 2003 წლამდე 2012 წლამდე და დღეს აი სამად გავყვოთ ეს ანუ როგორი იყო რაღაც პირველი დავიწყოთ ინფრასტრუქტურა 2003 წლამდე 2012 წლამდე და დღეს ხო მე ვიტყვი მოკლედ მარათაბაშენს ხო 2003 წლამდე მართლა ეხლა მე არ ესე დეტალურად არ მიკლოვია მაგრამ ნუ რაც ყველასთვის ყველამ ვიცით ეგ იყო ხო ცხელი ზაღლი არის მაგის იდეალური დახასიათება 2003 წლამდე პოლიციის მაგაზე კარგად მე ვერ დავახასიათებ მაგრამ ნუ ძალიან რო შევაჯამოთ იყო ის რომ უკიდურესად რესურსების, ინფრასტრუქტურის უკიდურესი სიმცირე, უკიდურესად დიდი მასშტაბის კორუფცია და ამ სისტემაში შენ თუ იყავი კეთილსინდისიერი, ითვლებოდი, ნუ სულელად, ხო? კი. მაგ სისტემაში 2003 წლამდე ამ სისტემაში კეთილსინდისიერი კანონისად მსახურება ჩაითვლებოდა ნუ ის რომ ადგილს აფუჭებ რა. ორი სახის კრიმინალი ყავდა, რა ფორმიანი და უფორმო. ხო, ერთმანეთს ებრძოდნენ. ო, ვინმეს თუ აინტერესებს სად არის აღწერილი კიდევ უფრო მეტად კვლევა თუ უნდა ამის CPT-ის ანგარიშები არის პირველი იყო 2000-ში თუ სწორად 99-2000-ში მე მგონი და მანდ არის აღწერილი სიმწირე კი არა, ანუ რა ხდებოდა საერთოდ, ანუ რას გავდა ეს საკნები გამოპალი შენობები. და კიდევ ბუნებაზეც ჩვენ ძალიან ხშირად ვივიწყებთ ხოლმე იმას რომ თითქოს ეს პოლიციაში სამართლოსნო სისტემაში არასდროს მოპყრობა იწყება 2003 წლიდან, ხო? და ესე არ არის, უბრალოდ ეს ყველაფერი უფრო როგორ თქვა, იმის გამო რომ თვითონ სისტემები შეიქმნა, ამის გამო შეჭება ჩვენს წარმოდგენაში ის რომ მაქედა დაიწყო, თორე. არ ეს 20-ზე შეიცვალა ყველაფერი. თორე ეს მითები კი არა, სულაც არ იყო მითები, ხო იგივე ფანჯრიდან გადმოგდო მოტივებიდან დაგორება. ელექტროშოკების წამებას აღწერს, ანუ რომ ადამიანებს ჰქონდათ დენის ნაკვალევი, შეერთებული იყვნენ ერთ-ერთი ეს ადამიანები, ვისაც იზოლატორებში მე შემდეგ გვარები დავასახელო. ყვებოდნენ დასამართლებული პოლიციელების.
აი მოხდა ეგეთი ამბავი 2003 წლის რევოლუციის შემდგომ დააკავეს პოლიციელები, ეგეც წოდება შვიდე განყოფილება იყო ცნობილი შინაგან საქმეთა სამინისტროსი. გვარები არის სოფრომაძე, ხვისტანი, ჯანხოთელი, ახლა ვიხსენებ გვარებს, ვინც მუშაობდნენ, რომლებსაც წამება მაშინ სხვანაირად გვეწერა კოდექსში თუ გახსოვთ, საჭილის ნაკლები იყო სისხლსამართლის კოდექსში, მე შეიცვალა დეფინიცია. ეხლა სხვანაირად გვეწერა, მაგრამ არავის არ სჭიანდა. ხო. ადამიანს ელექტროშოკით აწამებდნენ ენაზე და სასქესო ორგანოზე მიერთებით. ოპერაციები დაჭირდა ბრალდებულს თლებს გადაარჩინეს. შვილი მოუყვანეს და შვილის გაუპატიურებით ემუქრებოდნენ იქვე რეზინის ხელკეზე წამოწმული პრეზერვატივი. რაც უკვე არის ამ. ანუ ხო, და ეს ერთ-ერთი გატაცების საქმეს ეხებოდა ადამიანებისთან. არ იყო მსუბუქი საქმე თავისთავად. მაგრამ ეგეთები უბრალოდ რა იყო, იცით, რომ არც არავის ქონდა მოლოდინი 2003 წლამდე, რომ უკეთესი ხდებოდა. მაგრამ უბედურება ის იყო, რომ 2003 წელს, როცა ჩვენ დიდი მოლოდინები გვაქვს ადამიანებს, რომ ყველაფერი უნდა შეიცვალოს და რაღაც მომენტში ამ მოლოდინების ინფრასტრუქტურა წესრიგდება, მაგრამ მოლოდინები ბოლომდე ვერ მართლდება. ან ცუდ რაღაცებს ხედავ ძალიან ცუდ რაღაცებს. აი ეგ რაც ორმაგად გაბრაზებს. ინფრასტრუქტურა პრინციპში სამის მერე გამოკეთდა და ვიტყოდი რომ 12-ის მერე რაღაცა იგივე იმაზე ან კიდე გაუმჯობესდა. ხო, გაუმჯობესდა რა ვიცი ტექნოლოგიურად იგივე. ან მარტივად რო ვთქვა, კორუფცია პოლიციაში დღესაც არ არის, ან დაბალ დონეზე კორუფცია არ გვაქვს, რო მილიციას ზოქონდა ფულს უაძლევდი, ეგრე არ არის. არც პატრული იღებს გთამს, არც მანქანის რეგისტრაცია, მე უბრალოდ არ გამიგია მასწავლებლად ამ შესახებ. არის უკვე არა ის დაბალ დონეზე, ანუ ეს პატრულს არ ეხება. ნახე პოლიციას რო გავყოთ ორ ნაწილად, ხო? ანუ არის საპატრულო პოლიცია, სადაც განხორციელდა 2003 წლის მერე სისტემური რეფორმა გაუშვეს 90%-ზე მეტი პროცენტი. ხო, მაშინდელი გაიგო. და მანდ კი ბატონო, ეგ არ არის ეხლაც, მაგრამ გვაქვს მეორე ნაწილი, კიდე რამდენიმე არის, მაგრამ ეს ორად რო გავყოთ ოპერატიული სამწებრო და კრიმინალური პოლიცია, სადაც არ ვიცი, აი საბჭოთა კავშირის კი არა, შევარდნაძის კი არა, ინაურის მერე არ ჩატარებულა არანაირი სისტემური რეფორმა და ეგ არის ხალხი, საიდანაც პერიოდულად ვიგებთ ხოლმე, რომ აი პოლიციელი წავიდა და ვიღაცა ქურდს მიუყვანა კაცი, რაღაცა ეს კორუფციაც გააკეთა, სხვა რაღაცა უკანონო მოქმედებიც ჩაიდინა, ებლატავა ადამიანებს და ასე შემდეგ. ანუ კრიმინალურ პოლიციაში სადაც არ ჩატარებულა სისტემური რეფორმა საერთოდ, მგონია რომ ძალიან ნაყოფიერი ნიადაგიც არის შექმნილი ეხლაც კორუფციისთვის, რომელიც თავსაც იჩენს ხოლმე პერიოდულად ახალი ამბების მეშვეობით და კიდე ძალიან ბევრი რაღაც არის, რაც არ ვიცით. ხო, მე ვამბობ, რომ მასშტაბს რო შევადაროთ 2003 წლამდე და 2003-ის შემდგომ ეს რაღაც ეს მასშტაბია, ერთხელ უყვებოდი რა $50, $100, ეგ არ არის. უბრალოდ მე ვიტყოდი, რომ 2003-თან შედარება არის ხა. სამამდე გადავაგდო წყალში ყველაფერი სახელმწიფო არ ქონდა მგონია მანამდე, მაგრამ 2012 წლის მერე რაც ხდება, აი ხა ბოლო წლებში განსაკუთრებით კრიმინალურ პოლიციაში, ხო? ბევრად მაღალი კორუფციის რისკი ჩანს მან, ვიდრე 2003 წლებში. ეხლა გადავიდეთ მეორე საკითხს, ანუ ინფრასტრუქტურა ამოვწურეთ მე მგონი, ხო, ინფრასტრუქტურა და ხელფასებიც აქვს. მეორე? ხო. მეორე საკითხი არის უფლებრივი საკითხები. ანუ როგორია პოლიციის დამოკიდებულება, როდესაც ის საკუთარ უფლებამოსილებს ახორციელებს, ეს არის საგამოძიებო თუ ეს არის ოპერატიული სამძებრო, ოპერატიული ფასად ესე დავარქვათ, ან მაწესრიგის დაცვა და ადამიანის უფლებები. ეს არის დინამიკა როგორია, საით მიდის? მეგონი სამამდე სიტუაცია შეგვიძლია მართლა ხო, მართლა ძალიან ისეთი არის. ფაქტობრივად მოშლილი არის ყველაფერი. ძალიან პირობითად შეიძლება დავარქვათ, რომ რაღაც პოლიცია რამე სტანდარტებით მოქმედებს. ნუ ფუნქციები აქვს, ძალაუფლებები აქვს, მაგრამ ამ ძალაუფლებების კანონიერად იმდენად კორუმპირებული არის სისტემა, მინიმუმ კორუფციით ყველაფერი ძალიან დიდი ეჭქვეშ არის, ხო? 2003 წლიდან რაღაცები იცვლება, ოღონდ იცვლება არა, მე არ დავარქმევდი 2003 წლიდან გატარებულ რეფორმებს, სისტემურ რეფორმებს რა, იმიტომ რომ იყო ძალიან მნიშვნელოვანი სეგმენტური რეფორმები, მაგალითად იგივე რაც თქვით, საპატრულო პოლიციის რეფორმა, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური რეფორმა, ჩემი აზრით, უფრო სხვანაირი წარუმდგენია რა, უფრო სხვანაირი წარმესმის, ხო, იმიტომ და რას გულისხმობ ამაში. აი ამ ძალიან მნიშვნელოვანი სწორი, კარგი საპატრულო რეფორმის პარალელურად, ხო, როგორც საბამ თქვა, ძალიან მნიშვნელოვანი უწყებები და აქ საუბარი არის საგამოძიებო ოპერატიულ უწყებებზე, ფაქტიურად არსებითი რეფორმების გარეშე ფორმები გამოუცვალეს და უკეთეს შენობებში შეუშვეს, მაგრამ
რაზეც შენ საუბრობ, ხო, კიო, რომ მათი ფუნქციები, კომპეტენციები, უფლებებთან, ადამიანის უფლებებთან მათი დამოკიდებულება არცებითა და არ შეცვლა ამ პერიოდში რა. ხო, და ამიტომაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში საპატრულო რეფორმა შეიცვალა კორუფცია, ფულს აღარ იღებდა. ხო, და კორუფცია შეიცვალა ნამდვილად კი, ეგ უნდა დაბალ დონეზე. ხო, და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში საპატრულო პოლიცია იყო ხოლმე მთლიანად პოლიციის შინაგანთა სამინისტროს რეფორმის, როგორ თქვა, ფლაგმანი თუ კარგი პოსტერი, მაგრამ ფასადი ხო, მაგრამ საპატრულო პოლიცია ეგ უნდა ვთქვათ, რომ გამოძიებაზე მაგალითად არ არის კომპეტენტური ორგანო. გამოძიებას არ ატარებს, ხო? რაღაც ავარიებს. ხო, რიგ მუხლებზე. ძალიან უმნიშვნელო წილს ძალიან, ხო? თავარი საგამოძიებო ფუნქციები და ის რა დიდი ძალაუფლების ვერტიკალი რაც არის, ხო? ამ უწყებაში სამინისტროში რატომაც ეძახდნენ მერაბიშვილის პოლიციას, ხო? ხერხემალს. საპატრულო პოლიციისგან ნამდვილად არ მოდიოდა ეგ რა, ეგ ძალაუფლების წყარო, ხო? და ამ უწყებებს არ გაუულია ის სისტემური რეფორმები, რომელიც მათ ნამდვილ დემოკრატიულ ანგარიშვალდებულ უწყებად აქცევდა, ხო? და რის შედეგადაც ჩვენ ნამდვილად ვიტყოდით, რომ ხო, აი არის ეს რეფორმები, რა უნდა გაკეთებულიყო მაშინ? თუ შეიძლება აი პირველ სამ რაღაცას ვიტყვი რა, ანუ რეფორმებამდე სანამ მივალთ, იქამდე არ გადაწყვეტილა სამთავარ კითხვაზე პასუხი. რომ საიდანაც უნდა დაიწყოს ნებისმიერ პოლიციის შენება. ანუ ეგ იყო აი ლუდოვიკო რო ვთქვით, მაგანს მანდედან დაიწყო, პილმაც მანდედან დაიწყო და ყველა მანდედან იწყებს. საბჭოთა კავშირიც მანდედან დაიწყო, NKVD როცა შეიქმნა და ასე შემდეგ რა. პირველი არის რა არის პოლიციის მიზანი. რისთვის არსებობს ეს პოლიცია? ანუ ეს პოლიცია არსებობს იმისთვის, რომ რაღაცა მე-19 საუკუნის დასაწყისში რო იყვნენ კერძო რაღაცა ეს ქურდების მჭერები ეგ გააკეთეს უფრო ორგანიზებულად, თუ პოლიცია არსებობს საზოგადოებრივი წესრიგის შესაქმნელად და თუ ეგ არის მიზანი, მაშინ როგორი არის ეს საზოგადოებრივი წესრიგი, რომელიც შექმნაც გვინდა. მეორე არის რა არის პოლიციის ფუნქცია, ანუ როგორ უნდა განახორციელოს ეს ანუ ფუნქცია როგორი უნდა ქონდეს, ანუ როგორ უნდა განახორციელოს ეს მიზანი, ხო? და შესაბამისად, როგორი არის მისი დამოკიდებულება პირველ რიგში მის დამქირავებელთან, ანუ საზოგადოებასთან, ხო? ამ მიმართულებით არსებობს პოლიცირების policing-ის უამრავი თეორია და მათ შორის ძალიან ბევრი პრაქტიკაში დანერგილი არის. მაგალითად, პოლიცირების ერთ-ერთი ფორმა არის საზოგადოებრივი policing-ი, ხო? პოლიცირება რაც ნიშნავს, რომ აი neighborhood watch-ები და ეს მოკლედ მოხალისე ადამიანები არიან, ვინც უბნებში იქნებიან და ისინი ეხმარებიან. ხო, აი რაღაცა მსგავსი. კი, ოღონდ კორკოტა ქმნიდა ეგ. აი კორკოტას ის შექმნაც უნდოდა, ხო? მაგრამ რეალურად ეგ ძალიან მნიშვნელოვანი არის და ბრიტანული პოლიცია და ამერიკული პოლიცია მაგაზე დგას გარკვეულწილად. არის მეორე ვარიანტი, რომლის ძალიან დამახინჯებული ვერსია ჩვენთანაც იყო, რაც არის ნულოვანი ტოლერანტობის და დამსხვრეული ფანჯრების რაღაცა ესეთი თეორია, ხო? რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიციამ რეაგირება უნდა დაიწყოს თავიდანვე. ანუ ეგრევე პირველივე რაღაცაზე, რომ ეს უფრო სისტემურ პრობლემაში არ გადაიზარდოს. არსებობს ძალიან ბევრი თეორია, მაგრამ ჩვენი პოლიცია რისთვის არსებობს დანიშნული ფუნქცია რა არის ამ პოლიციის? მაგაზე პასუხი არავის არ გაუწია. და მესამე საკითხი არის საზოგადოებასთან დამოკიდებულება, ოღონდ ეს უკვე ინდივიდუალურ დონეზე, ანუ თითოეულ ადამიანს როგორ ესაუბრება, როგორ დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს. ჩვენ ყავს აი ძალოვანი უწყება ყავს, რომელიც აკაჩავებს ადამიანებს და ზემოდან ესაუბრება და ასე შემდეგ, თუ ჩვენ ყავს პოლიციის სამსახური. ეს ინგლისურში ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც არის და ამერიკის შეერთებულ შტატებში მაგაზე ძალიან დიდი პოლემიკა იყო, უნდა ერქვას პოლიციას police force თუ police service. და იმის მიხედვით აი თუნდაც ეს დასახელება ძალიან ესეთი არის. ამ პოლიციას ჩვენთან ქვია ძალოვანი უწყება თუ ქვია სამართალდამცავი უწყება, აი მარტო მაგ ტერმინიდანაც კი ჟღერს ის რისი გაკეთება გინდა პოლიციით. ჩვენთან ამ სამ კითხვაზე პასუხი დღემდე ვიტყოდი, რომ არ ქონია არც ერთ ეტაპზე და შესაბამისად ის რეფორმები, რომელიც აი ამ კითხვაზე პასუხი შედეგად უნდა წამოიდეს, არ ვამბობ. იცი რა, ძალიან საინტერესო, აღარ მახსოვს რომელი წლის არის, თუ არ მისულ გივით არგამაძის ქონდა, ძალიან საინტერესო ბლოგი იყო, მეგონი ტაბულაზე ქონდა, აი პოლიციის რეფორმის ლოგიკა როგორი იყო რა. მაშინ და აღწერს ესეთ რაღაცას, რომ 2003 წლამდე თუ კი აი საჯარო სივრცეში ქუჩაში ესე დავარქვათ, ხო? ქუჩაში როგორ თქვა, ძალაუფლების მპყრობელი იყო კრიმინალი. ჩვენი მიზანი იყო, რომ ქუჩაში საჯარო სივრცეში აი ეს ძალაუფლება გადმოსულიყო პოლიციის ხელში. და ეს ჩემი ბევრი გაგებით გასაგებს ხდის აი იმ რეფორმებს, ხო? იმიტომ რომ ნამდვილად პოლიციის ესე როგორ თქვა, წარმოება იმიჯის, ხო, სახატების იყო ის რომ ძლიერი, ეფექტიანი, რაღაცა ყოვლის შემძლე, შეიძლება ასე ითქვას და კრიმინალების დამარცხებელი ეფექტურად, რა. ერთ შეხედვით ამაში ცუდი არაფერი არ არის.
მაგრამ ამაში იკარგება თავარი აზრი, რომ საზოგადოებაში საჯარო სივრცეში ძალაუფლების პრობლემი არის ხალხი, საზოგადოება თვითონ. უნდა იყოს უბრალოდ რა. და ზუსტად აი ამ სურათის გამო, ამ გაგების გამო პოლიციის, ხო? ჩვენ მივიღეთ ის რაც მივიღეთ მათ შორის, ხო, რომელიც ჭარბი ძალაუფლებით არაანგარიშვალდებული პოლიცია, რომელიც საზოგადოებას მათ შორის შეიძლება საზოგადოების ეკარნახა რა და როგორ და მოიქცეს და არა პირიქით რო ყოფილიყო, ხო? აი შეიძლება ბოდიში დავუძებ. შეიძლება იმ პერიოდში მართლა მე ახლა არ მინდა რომ ისე გამომივიდეს, მაგრამ ის იმ აბსოლუტურ განუკითხაობაში ორგანიზებული დანაშაულის ამ თარეშობაში რაღაც გაგებით ნამდვილად საჭირო არის სწორი ძლიერი პოლიციელის იმიჯი, ხო? მაგრამ ეს არ უნდა როგორც ვთქვა, ნორმალიზებულიყო დიდი ხნის განმავლობაში რა. მას შემდეგ და კრიმინალი ორგანიზებული დანაშაული ამ ქვეყანაში გადაიტეხა 2005-6 წელს უკვე რა. 2006 წლისთვის უკვე ძალიან დიდი ნაწილი ორგანიზებული ქურდული სამყაროსი ან საპატიმროებში იყო ამ ქვეყნის საზღვრებს გარეთ. და არსებითად მათი ეს ძალაუფლების, მათ შორის კაპიტალზე წვდომა, არსებითად უკვე შესუსტებული იყო, ხო? და ეს კორუფციაც უკვე მაგ პერიოდში შეიძლება ითქვას, რომ დამარცხებული იყო რა, მეტნაკლებად, ხო? მინიმუმ სამართალმცავ სისტემაში. აი და სინამდვილეში ნორმალიზება ამ ყველაფრის ხდება 2006 წლის შემდეგ, ხო? მაშინ გრძელდება აი ეს პოლიციის ჭარბი, ძლიერი სახალხის წარმოება და დაუსჯელობის სინდრომის კიდევ უფრო მეტად გაჯერება სამართალმცავ სისტემაში. აი როცა ჩვენ ვსაუბრობთ რა უნდა ყოფილიყო. რა თუჩი დაავიწყდათ, რატო აკეთებდნენ ამას? ხო. შეიძლება ის კეთილშობილი მიზანი, რაც თავიდან ამოძრავდათ. დრაკონად გადაიქცნენ ესე. დრაკონთან ბრძოლა. კი ბატონო. მან ანუ თუ ქმნი მაგას პრინციპში, ხო, აი პოლიცია უნდა აკონტროლებს ქუჩებს და ასე შემდეგ, გესტაპოსთან მიდიხარ რაღაც ეტაპზე რა, ანუ პოლიცია თუ აკონტროლებს ქუჩებს, ეგ ნიშნავს, რომ ადამიანები თავისუფლად ერთმანეთთან ვერ ფუნქციონირებენ და ეგ ძალიან დიდი პრობლემაა. მე მგონი მაგას ხვდებოდნენ კიდევაც. ესენი ვერ ხვდებიან სამწუხაროდ, მაგრამ ნუ ეგ ხო, მაგას რო ხვდებოდნენ. მაგიტო შემოიტანეს უბრალოდ ეგ აი საზოგადოებრივი პოლიციების იმ პირველი თეორიის რაღაცა პატარა ელემენტები, როგორც იყო რაღაცა უბნის ინსპექტორი ან რაღაცა მსგავსი. მაგრამ ეგ იყო იმდენადვე ფასადური, როგორც იყო დაუშვათ კუკარაჩები საბჭოთა კავშირის რაღაც 70-იანი წლებიდან ბრეჟნევის დროინდელმა საბჭოთა კავშირის მაშინელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა რომ შექმნა ესეთი რაღაცები, რომ შექმნა უბრალოდ ფასადი მაგ დროსაც საბჭოთა პოლიციელის, ხო, უბნის ინსპექტორი იყო ეს კუკარაჩა. შექმნა ფასადი, რომ აი ეგენი არიან, რა შენი მეგობრები არიან, კაცო პოლიციელები, რაღაცა ეს ბოროტიების დუბინკიანი ბიძიები კი არა, მაგრამ მაგის მთავარი პრობლემა ის იყო, რომ საზოგადოებრივი პოლიციერება რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ ეს უბნის ინსპექტორი კი ყავდეს, მაგრამ ამ უბნის ინსპექტორს შენდამი არ აქვს, იმ საზოგადოებისადმი არ აქვს არავითარი დაჭერის, ან რაღაცა სისხლისმღერების დევნის წარმოების არავითარი ინტერესი. იმის მიზანი არის, რომ ადგილობრივი პრობლემები მოაგვაროს, რაც შეიძლება უმტკივნეულო ჩარევებით და რა ის რომ წაიგოს და დასაჯოს ხალხს ჩაყაროს ციხეში. ანუ ოპერატიულ ინფორმაციას კი არ აგროვებს და კი ხო, იმათ წინააღმდეგ არ არის. მართლა არის ადამიანი, რომელიც ეხმარება რაღაცების დაალაგებაში. მაგრამ ეგ რა საჭიროებს და რაც არ მომხდარა ჩვენთან, ეგ არის საჭიროება პოლიციის მაშინ აი ძალაუფლებელი დაქვემდებარებაში ვერტიკალთან. ზუსტად უნდა იყოს რაღაც ავტონომიები უნდა შეიქმნას. სადაც ეს ინსპექტორი იტყვის, რომ კაი ეს არ წაიყვანოთ ახლა ციხეში ორი ღერი რაღაცა იმის ქურდობის არ უნდა წაიყვანონ. იმას აქვს ავტონომია და ხო, მაგალითად ნარკოტიკის მოხმარებაზე თუ კი ფიქრობ, თუ დაინახავს ვიღაცას, შეეძლოს რომ მაგალითად გადაამისამართოს რომელიმე სამედიცინო სერვისში და პირდაპირ ვალდებულება არ ქონდეს გამოძიების დაწყებას. მართლა არის ეგ აღწერილი პრინციპი, აი სიგარეტს რო ეწევიან, რაც მაშინ დედაკარგი. იყო, უბრალოდ ეგ იმ თავით განწირული იყო ეგ რეფორმა, იმიტომ რომ ჩვენი სისტემა და 2012 წლამდეც და პრინციპში მერეც გრძელდება ეგ ტენდენცია, არათუ პოლიციელებს სასამართლოსაც კი არ ენდობიან მაგნაცილში, ხომ? სასამართლოსაც რატომ ქონდა ეს შეზღუდული, რომ მაგალითად კანონით დადგენილზე დაბალი სასჯელი განესაზღვრა ან პირობითი მსჯავრი აქტიურად გამოიყენებინა. უფრო მეტად თავი არგუმენტი ამისი იყო კორუფციის რისკები. ანუ პროკურატურა აზღავდა ამ კორუფციით, პროკურატურას უფრო მეტად ვენდობოდით, მოსამართლეებს არ ვენდობოდით და როგორი წარმოსადგენი არის, რომ პოლიციას ეგეთი ტიპის ფართო ძალაუფლება მისცემოდა, რომ გადაეწყვიტა დანაშაულზე, მოდი ახლა გამოძიებას კი არ, გამოძიება და ფორმალ პროცედურები კი არ დავიწყოთ, ამ ადამიანს სხვა ტიპის ინტერვენცია უფრო ჭირდება და ის მიხედავს, ხო? ძალიან მოკლედ 2012 წლის შემდეგ უფრო საინტერესო ბევრი რამე და დრო დავიტოვოთ მაგისთვის აუცილებლად. უბრალოდ რაღაცებს ვიტყვი, რაც მერე გრძელდება და სიმპტომებს აჩვენებს, ხო? რაც თქვია, ამ წლებში არსებითად არ მოგვარებულა ეს მოსმენების მიყურადების სისტემა პირიქით კიდევ უფრო მეტად დაიხვეწა და ტექნოლოგიებაც ხელი შეუწყო. ხო, ტექნოლოგიებაც ხელი შეუწყო ამ პრობლემის გამძაფრებას. ამ წლებში მიუხედავად იმისა, რომ უკვე იყო სახეზე რამდენიმე მძიმე გადაცდომაც მათ შორის პოლიციის მხრიდან არ ყოფილა ეფექტიანი რეაგირება ამ პრობლემებზე და 2012 წლამდეც გაიცემოდა მათ შორის რეკომენდაციები, მაგრამ უფრო მეტად 2012 წლის შემდეგ, მაგრამ ნუ პრობლემა იყო, რომ
პოლიციის მხრიდან ჩადენილი დანაშაული არ ყოფილა ეფექტიანად გამოძიებული ამ პროცესებში ძალიან ბევრჯერ და ეგ პრობლემა გრძელდებოდა და ამან ხელი შეუწყო ამ ძალაუფლების კი არა დაუსჯელობის სინდრომის გაღვივებას უწყებაში და მთავარი პრობლემა იყო პოლიტიზირება. პოლიცია დანახული იყო როგორც ბერკეტად პოლიტიკური იარაღად, შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, ხო, და მინისტრთა კაბინეტის წევრი იყო ნომერ პირველი პოლიციელი, ნებისმიერ ყველაზე პრიმიტიულ ტრივიალურ საპოლიციო ღონისძიებაზეც კი შეუძლია მინისტრს არსებითი გავლენა მოახდინოს. ანუ ფაქტიურად შეუზღუდავი არის შინაგან საქმეთა მინისტრის ძალაუფლება, ამან ხო მათ შორის პოლიტიკური ლოიალურობის განვითარებას შეუწყო ხელი. რაც ახსენე და ტექნიკურად მე მოგვიანებით ვიკვლევდი, ტექნიკურად ადამიანების რაოდენობა ვის მოსმენად შეიძლება თქვა 2012 წლამდე იყოს ლიმიტირებული. კი. ეხლა არის ულიმიტო. ტექნოლოგიურად ეგრეა. და რაც მე სუსის ფაილებმა წაჩვენა, ჩემ და გურამის საუბრები პირველივე ნაკადში იყო და ჩვენი კოლეგების არაფერს არ საუბრობ ცხადია, მაგრამ ფაქტია რომ იყო. ესე იგი, სუცაში საუბრობთ, ის ჯერ ელოდება მსინათლეს. სუც არ საუბრობ. მოკეთ რა იყო, ეს ჩემ საინტერესო ნახეთ, ეს წინა ხელისუფლება ცდილობდა, რომ სადაც კი საქმეებში ქონდა ფარული მიყურადება გამოყენებული, ეჩვენებია ეთერებით და ხალხს დაეჯერებინა, რომ ყველა შეიძლება იყოს მოსმენილი. ტექნიკურად ამას ვერ შვებოდა. და ახალი ხელისუფლების პირობებში, ახალი, მაგრამ წლის შემდგომ ხელისუფლების პირობებში გარკვეული წლები იყო ტენდენცია პირიქით. რომ უფრო მეც უსმენდნენ რაოდენობრივად. ოღონდ ეს შეიძლება აღმოჩენილიყოს ის სამართლის საქმეებშიც მათ შორის. ან ქონოდა სულ საკუთარი მიზნებიც, მაგრამ ხალხში არ უნდა ყოფილიყო, რომ ისე ყველას გვისმენენ. აი გარი არსებითი განსხვავება მათ შორის რაც. ეგ არის პრინციპში ბრიჯი რაღაცნაირად ეს წინა და ამ ხელისუფლებებს შორის და მათ შემოდის ეს პოლიტიკური პოლიცია, რაც ნიშნავს და რას უნდა აკეთებდეს. ხო, ანუ ორი დონის პოლიცია არსებობს. სამწუხაროდ რეალობა ეგეთია, დაბალი პოლიცია და მაღალი პოლიცია. ანუ სიმაღლეების მიხედვით არა უგონეს დაბალ დონეს ფუნქციონალიზაციან, კი. ხო, გავლენა შეიძლება ან რაღაც ხო, ინტერესებით რა ინტერესებს ატარებს ეს დაბალი პოლიცია ეს უწოდებენ ეს ბროდიარის ტერმინია მე რომ მიგონებია არ მიწყინოს ვინმე იმ ხალხს რომელიც ეს ყოველდღიურ რაღაცებს ყოველდღიურ დანაშაულებს იძებენ ასე შემდეგ და გვაქვს მაღალი პოლიცია რომელიც ფაქტობრივად არის სუსი ან NKVD ან რაღაცა სოდი კუდი მაშინ რაც იყო რომელიც სოდი ნარკოტიკები ხო და ეხანდელიც ხო სუსი პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომელიც მოწოდებული არის იმისკენ მხოლოდ, რომ შეინარჩუნოს არსებული პოლიტიკური კლასის ინტერესები სულ ერთია რამ დანიშნულებით. და მაგისი მთავარი ეს ზედა ფენის პოლიტიკური პოლიცია იყო ის, ვინც განაგებდა მაშინდელი ეს ოპერატიულ ტექნიკურ დეპარტამენტის მიზანი არის დაიცვას არა სახელმწიფო უსაფრთხოება, არამედ ქართული ოცნების უსაფრთხოება. წესით უნდა იყოს პირველი, რეალურად ისეთ ქვეყნებში სადაც არის ავტორიტარიზმი, გვაქვს მეორე. და ხო ამ პოლიტიკური პოლიციის ერთ-ერთი მთავარი გზა იყო, მეთოდი უბრალოდ იყო ეს მასობრივი მოსმენები, რომელიც ამ სხვა ფორმით ხორციელდებოდა, ხო, ეს სტაციონარული, არასტაციონარული და მობილურები ცალკე დაემატა რა. და ეგ გადმოიბარა ქართულმა ოცნებამ. ანუ ქართულმა ოცნებამ გადმოიბარა ესე იგი ორი დონის პოლიცია, რომელიც ძალიან დიდი პრობლემა იყო ხალხი, მაგიტო იყო ქუჩაში და ასე შემდეგ. პოლიცია, რომელიც იყო პოლიტიკური და რომელიც პროკურატურა, რომელიც იყო რაღაცა შეუზღუდავი და რომელიც აწარმოებდა ამ ყველაფერს უკონტროლო მოსმენების ხარჯზე. და როგორ შეიცვალა ყველაფერი. ხო, ეხლა აი ძალიან რო შევაჯამოთ მთელი ეს რამდენი ხანით ვლაპარაკობდით, ესე იგი გვაქვს სამართალდამცავი სისტემა, რომელიც არის ეს პროკურატურაზე ძალიან დამოკიდებული, მიბმული, თავის თვითონ სისტემის შიგნითაც უამრავი პრობლემა არის, დაუსჯელობის არაანგარიშვალდებულობის, ჭარბი ძალაუფლების, პოლიტიკური პოლიციის, ხო, პოლიტიკური მიზნებით პოლიციის ინსტრუმენტალიზების და გვაქვს მე სასამართლო, რომელიც არის ამ ყველაფერს ვერ აკონტროლებს, ვერ უმკლავდება სასამართლო, პირიქით არის პროკურატურის გავლენის ქვეშ თავის მხრივ. 2012 წლის შემდეგ ეს ამ პრობლემებთან გამკლავება, უბრალოდ ცდილობა თუ ილუზიის შექმნა, რომ ამ პრობლემებთან ბრძოლა მიდის, ხდება რა გზებით. ერთის მხრივ რა კი სასამართლო პროკურატურის გავლენა სასამართლოზე შეიცვალა ნამდვილად და პროკურატურას იმ მასშტაბის გავლენა სასამართლოზე აღარ აქვს, რაც 2012
წლამდე ჰქონდა. ოღონდ აქ უკვე იცვლება ის რომ სასამართლო უბრალოდ რაღაც პოლიტიკური თავის გარეშე კი არ რჩება და აბსოლუტურად თავისუფალი კი არ რჩება. უბრალოდ დამოუკიდებლად პოლიტიკური ხელისუფლება ცდილობს უკვე გავლენების მოპოვებას მასზე უკვე სასამართლოს შიგნით არსებული მნიშვნელოვანი ფიგურების გზით, ხო? და როდესაც ჩვენ აი კლანზე ვსაუბრობთ, ეს კლანი ცხადია 2012 წლის შემდეგ არ შექმნა, ეს ხალხი მანამდე იყვნენ სისტემაში და მანამდე კლანი არ იყო, თორე ისე იყვნენ. კლანი არ იყო უბრალოდ და იყვნენ გარანტორები დაკვეთის შესრულების, ხო? 2012 წლის შემდეგ უკვე პირიქით ხდება, ისინი მოიპოვებენ ძალაუფლებას სისტემის შიგნით, მოსამართლეების სახელით ცდილობენ რომ ილაპარაკონ და ამავდროულად არიან შეთანხმებაში პოლიტიკურ კლასთან. სასამართლოზე ვიცი რომ 5 წუთში და 3 წუთში ვერ ვილაპარაკებთ, მაგრამ სამართალდამცავ სისტემაში რა მოხდა? სამართალდამცავ სისტემაში იმის გამო რომ ეს ბევრი პრობლემა იყო ამ ჭარბი ძალაუფლების დაუშლების, პრინციპში ერთადერთი რეფორმა ესეთი ვითომ რაზეც შეიძლება გაყიდულიყო როგორც მნიშვნელოვანი რეფორმა იყო ის რომ აი საბარაზით საუბრობდა ხო ეს მაღალი დონის პოლიცია გამოიყო შინაგან საქმეთა სამინისტროს. გამოიყო და შეიქმნა ხო, კუდი, სოდი ეს ანტიტერორისტული დეპარტამენტი მათ შორის ხო და ანტიკორუფციული დეპარტამენტი გამოიყო შინაგან საქმეთა სამინისტროს და შეიქმნა ცალკე სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახით. ოღონდ ეს იყო აბსოლუტურად მექანიკური გაყოფა, აბსოლუტურად მექანიკური გამიჯვნა, არ ყოფილა ის რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შიგნით ყოფილიყო მაღალი ანგარიშ უფრო თქო ანგარიშვალდებულების გამჭვირვალობის სტანდარტები გაზრდილი და თვითონ რა ახალი უწყებაც შეიქმნა, მასაც უფრო მეტი გამჭვირვალობა ჰქონოდა და ანგარიშვალდებულება. ისე როგორც იუსტიციის სამინისტროს გამოიყო პროკურატურა, მაგრამ რა შესაკრებთა გადანაცვლები ჯამი არ შეიცვალა. რეალურად მართლა ეგ იყო შესაკრებთა და მე ვფიქრობ რომ ამ გადასახედიდან უარესიც კი იყო, იმიტომ რომ ანგარიშვალდებულების კუთხე. პოლიტიკური ანგარიშვალდებულება სულ შემთხვევაში გაქრა. სულ შემთხვევაში ფურცელზე რო კითხულობ და ხედავ პოლიტიკურად ნეიტრალურ უწყებას, ხო? ის არ არის მინისტრთა კაბინეტის წევრი და ერთი შეხედვით პროფესიული კრიტერიუმებით უნდა იყოს არჩეული სუსის უფროსი, ერთი შეხედვით, მაგრამ ნუ რეალობაში სუსის უფროსები ჩვენ რომ გავიხსენოთ ვინები იყვნენ ყველაზე პოლიტიკურად ყველაზე მეტად დაახლოებული ბიძინა ივანიშვილთან პერსონალურად, ხო? არა მართლ კლასთან ზოგადად პერსონალურად ბიძინა ივანიშვილთან ყველაზე მეტად დაახლოებული ფიგურები იყვნენ სუსის უფროსები, ხო? ამით ერთგვარად პოლიტიკური პასუხისმგებლობა გადაიმალა პირიქით, პრობლემა გადაიმალა. მაშინ როცა სუსმა გააგრძელა ის პრობლემური საქმიანობა, რასაც 2012 წლამდე მას შემოვალი ცალკე ანალოგიურად პროკურატურაში სუსტად და სასამართლოში, ანუ აი ხა დაუშვათ რაღაცა საქმე მოხდა ცუდი და გაბრაზდა ხალხიო, აი დაუშვათ როგორც იყო ხორავას ქუჩის ამბავი რა. ანუ ვის უნდა მოუწყო მიტინგი? ანუ ძალიან აქცია ვის უნდა მოუწყო? ანუ იდეაში აქციის რაღაცა სამიზნე უნდა იყოს პოლიტიკური ხელისუფლება, ხო? და პოლიტიკური ხელისუფლება აქაც რაღაც საერთაშორისო დონეზეც ხელს დაიბანს, რომ მე რა შუაში ვარ ის დამოუკიდებელი წყება, იმას მოკითხეთ. მე არ ვქვა სადაც საერთაშორისო დონეზეც ადამიანებს წვენა აქვთ იმისა, რომ მართლა დამოუკიდებელ წყებებზე ვლაპარაკობ ქვეყნაში. მაგრამ ეხლა ნახეთ, რადგან ეს გურამი შეაჯამა ერთგვარად არსებული მდგომარეობა მათ შორის. ეხლა ვთქვათ, რა იქნებოდა ლოგიკური და რა შეიძლება გაკეთდეს. მაგალითად, სუსი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდეს, უნდა იძებდეს თუ არა კორუფციის საქმეებს. ან მაგალითად, საერთოდ გასაგამოძიებო ფუნქცია უნდა ქონდეს თუ არა ამ ტიპის უწყებას. თუ არა, პროკურატურა, რომელიც რამოდენიმეჯერ ვახსენე ფუნქციურად შევეცდეთ. ზოგადად გამოძიების ფუნქცია უნდა ქონდეს პროკურატურას თუ აჯობებს საერთოდ არ ქონდეს გამოძიების ფუნქცია და დარჩეს მაგალითად ზედამხედველობის ან ბრალდების დევნის ფუნქცია, ესე ვთქვათ, ხო? შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას უნდა აწარმოებდეს თუ ვთქვათ, შეიძლება დამატებით ასევე მარწესრიგის ფუნქცია ქონდეს, ან კიდე რაღაც სხვა ფუნქციები ქონდეს დამატებით, ეხლა საერთოდ სხვა ფუნქციები დამატებით, ხო? ესე რომ დავშალოთ ეხლა ეგ საკითხები და მე დღეს სად ვართ ეგეც ვთქვათ. კი ბატონო. ძალიან მოკლედ ვიტყვი უბრალოდ ამ სისტემებს კიდე აი რომ შევაჯამოთ რა პრობლემები ქონდა. აქვს ხო? ანუ ერთი არის ეს ჭარბი ძალაუფლება, დაუბალანსებელი ძალაუფლება, მეორე არის პოლიტიზირება. და შესაბამისად აი შესაბამისი ნაბიჯები აქეთ უნდა გადადგმულიყო 2012 წლის შემდეგაც, ხო? ერთი არის თვითონ ეს დეცენტრალიზაცია ძალაუფლების, მეორე არის ის რომ ისე ძლიერო ფიგურები როგორებიც იყვნენ მინისტრი შემთხვევაში, მთავარი პროკურორი პროკურატურის შემთხვევაში, მათი ძალაუფლება რაღაც ფორმით დაბალანსებული იყო, იმიტომ რომ თავი ამ პრობლემის საბოლოო ჯამში სათავეები არიან ეს ფიგურები, ხო? და ამ ფიგურებს თუ კი აქვთ შეუზღუდავი ძალაუფლება, ფაქტიურად შეუძლიათ ნებისმიერი მთლიანი უწყების დამორჩილება პოლიტიკურად, ხო? და პროკურატურას ეგ პრობლემა ჰქონდა და აქვს ახლაც, იმიტომ რომ გენპროკურორი ფორმალურად კი არასდროს არ ყოფილა მინისტრთა კაბინეტის წევრი, მაგრამ 2012 წლამდე იყო იუსტიციის მინისტრის მხრიდან დანიშნული ესე ცალმხრივად, ხო? და მე გენპროკურორს ფაქტიურად შეუზღუდავი ძალაუფლება ჰქონდა როგორც მენეჯერულ საკითხებზე, ნებისმიერ ინდივიდუალურ საქმეში არსებითი გავლენა შეიძლება მოეხდინა, მაგალითად, რა მტკიცებულება უნდა ვიდეოს საქმეში, რა საგამოძიებო ღონისძიება უნდა ჩატარდეს და ასე შემდეგ. და ეს
არ შეცვლილა დღემდე, უბრალოდ შეიცვალა გენპროკურორის დანიშვნის წესი და აბსოლუტურად მოჩვენებითად, იმიტომ რომ პარლამენტში უმრავლესობა რომელ პარტიასაც აქვს, ის ნიშნავს გენპროკურორს, ხო? ამიტომაც ფაქტი არის, რომ ისე პოლიტიზირებული არის ეს სისტემა, შინაგანთა სამინისტროშიც იგივე ხდება, ხო? რაც შეეხება ფუნქციებს. ფუნქციურად მაგალითად სუსით რომ დავიწყოთ, ხო? მე არ მესმის სუსი, ანუ სუსის ესეთი ერთიანი მოწყობა არ არსებობს, ხადია და ძალიან, როგორ თქვა, მრავალფეროვანი არის უსაფრთხოების უწყებების მოწყობა, მაგრამ ქართული კონტექსტის გათვალისწინებით, მე მგონია რომ ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ მხოლოდ ანალიტიკურ უწყებაზე, რომელიც წმინდა ანალიტიკური, ოღონდ ძალიან ძლიერი ანალიტიკური ფუნქციებით, ანალიტიკური ინფორმაციით უზრუნველყოფს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იმიღებ პირებს, ხო, შეიძლება იყოს მინისტრი, შეიძლება იყოს კაბინეტი ერთობლივად, ან ასე შემდეგ და საგამოძიებო ფუნქცია, ხო, ამ უწყებაში არაფერ შუაში არ არის. იმ კონტექსტიდან გამომდინარე, რაც გვაქვს ჩვენ, ხო, იმიტომ რომ როდესაც ძლიერ ჭარბ ინფორმაციას ემატება მე გამოძიების ფუნქცია, ეს ორი ერთად KGB რაც აკეთებდა ისტორიულად, შენ თუ გინდა ეს გაწყვიტო? ზუსტად უნდა გადახვიდე იმ მოდელზე, სადაც KGB-ს ფუნქციებიანი უწყება არ გეყოლება. ნუ ხო, შეიძლება მაგალითად არის საკმარისი, მაგრამ მარტო იდეაში სუსიდან გამოძიების ფუნქციის გამოტანის იდეა ის არის, რომ ეგო რაღაცა ერთმანეთს ეწინააღმდეგება. მაგიტო არ არის სხვაგან. არა, მარტივად რო ავხსნათ ბოდიშს აბა. აი ეს ანალიტიკური ფუნქციას რაც ვეძახით, შეიძლება უმტკივნეულოდ კი და ისე უსაფრთხო ძრეს, მაგრამ თუნდაც ძალიან სახიფათო ფუნქცია შეიძლება იყოს. ხო, ანალიტიკური ფუნქცია მათ შორის გულისხმობს როგორც ღია, ისე ფარული წყაროები და ინფორმაციების მოძიებას, დამუშავებას, ანალიზს. ხშირ შემთხვევაში შეიძლება ეს ხდებოდეს გამოძიებისთვის რა სტანდარტებიც არსებობს, იმაზე დაბალი სტანდარტებით ინფორმაციის მოძიებას მათ შორის. ხო, ნუ უკანონოს ვერ დავაყენოთ, მაგრამ გამოძიების საპროცესო სტანდარტების მიღმა რა, მტკიცებულებების მოპოვების წესის მიღმა. როდესაც ასეთ უწყებას ამავდროულად აქვს გამოძიების ფუნქცია, ძალიან დიდი რისკი არის, რომ ესე მარტივად მოპოვებული ინფორმაცია ერთი ხელიდან გადაიტანოს მეორე ხელში გამოძიების მიზნებისთვის, ხო? ეგ ერთი პრინციპში რა, ის რომ აი რაღაცა აი მოსმენით მოპოვებული ინფორმაცია, მაგალითად რაც არის ანალიტიკური, გამოიყენოს რაღაცა დევნის დროს, მაგრამ მაგის მიღმაც ფუნქციურად ორ განსხვავებული რაღაცა არის, რასაც ერთი არის ანალიტიკური, მეორე არის დევნის. ანალიტიკურის მიზანი არის სუსის მიზანი უნდა იყოს ის, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია გქონდეს. დაზვერვის ზოგადად კონტრაზვერვა არ უნდა გქონდეს, მაგრამ გავანებთ მაგებს. თავი დაზვერვის მიზანი არის ინფორმაციის მიღება. რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მოგროვება. ანუ მეტი არაფერი არ გაინტერესებს. გაინტერესებს მეტი ინტელი რო გქონდეს. და არ გჭირდება შენი უდიდესი საქმე აღძრა. და შენი პრობლემა არის პირიქით შენი წყარო თუ დაიწვა და მეორე მხრივ ეს სამართლებრივი დევნა არის რაღაც გამჭვირვალე პროცესი, სადაც წვავ შენ მოწმეებს, წვავ შენ წყაროებს, ყველაფერს, ანუ ასაჯაროებ იმ რაღაცას და ამიტომ სუსი ერთს უნდა აკეთებდეს პირიქით და სუს რო ორივეს ხო, ეგეთი სტანდარტიც კი არის, პრინციპიც კი არის, რომ კონდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში მოპოვებული ინფორმაცია არ შეიძლება გახდეს ცალკეული ადამიანების ესამოდება დევნის საფუძველი და მტკიცებულება ხო, გამონაკლისების გარდა და მე ეს გამონაკლისები ფართოვდება და ფართოდ იმიტომ კი არა რომ თუ ვინმე სახელმწიფო ინტერესის წინამდებ მოქმედებს და უნდა დაისაჯოს. არამედ იმიტომ რომ ამ ინფორმაციების მოპოვება გართულდება მაშინ თუ კი რომელი გადაწყვეტის ინტერესი. შეიძლება ის უკეთესად დაცული არის, როდესაც შეიძლება ერთი კონკრეტული დამნაშავის დასჯაზე ღირებული იყოს ფართოდ საზოგადოებრივი სახელმწიფოებრივი ინტერესი და ამის გამო აი წელი ძაღლი არის მაგის მაგალითის პრინციპში რა. მანდ არის ეს მეტრეველი არის როგორც მახსოვს ეს ერთ-ერთი ფიგურა, რომელიც ადგება და პოლიციის რაღაცა გენერალებს რაღაცა ეგეთი და გააჩერებს ერთ-ერთ ტრაილერს, სადაც არის ნარკოტიკი. გააგდებენ იმას სამსახურიდან იმის გამო, რომ ეს იყო რეალურად ძალიან დიდი რაღაცა ნარკოტრაფიკის ნაწილი და უნდა გაეტარებინათ ეგ რო ენახათ, მე ბულგარეთშიც ჩავიდა. პირადი საქმისთვის თავის საქმისთვის გააკეთა ჟურნალისტებს დაუძახა. კონტრაზვერვა სხვა მიზნები აქვს. მეორე ამბავი არის უკვე გამოძიებაში და რა თქმა უნდა გამოძიება თუ საგამოძიებო უწყება მარტო გამოძიების მიღმა ბევრ სხვა ფუნქციას ასრულებს და საერთოდ არ არის პრობლემა რომ იგივე მაწესრიგის დაცვა ზრუნავდეს თუ უბნის ინსპექტორის სამსახური არსებობდეს. უბრალოდ ჩვენთან პრობლემა ის არის რომ ყველა ეს ფუნქცია დღეს არის აღრეული ერთმანეთში. ფორმალურად გაიმიჯა რამდენიმე წლის წინ, მაგრამ ისევ ამ ფუნქციებს ერთად ატარებენ და ამით ისევ ის არის რომ კვალიფიკაცია ელემენტარული რომ თქვა კვალიფიკაციის პრობლემა აქვს. ხო, ეხლა გამოძიებელი რომელიც
გამოძიების სტანდარტებს უნდა ესწავლოს, სტრატეგიებს, ტაქტიკებს, არ შეიძლება იგივე დონით, იგივე ხარისხით იცოდეს იგივე საპოლიციო პრევენციის საკითხები და საბამისაუბრა უამრავ პოლიციერების საზოგადოებრივი პოლიციური სტრატეგიების საკითხზე, ხო? პროკურატურაში რატო არ უნდა იყოს გამოძიების ფუნქცია ეს ცალსახა არის, იმიტომ რომ პროკურატურა არ შეიძლება თან იძიებდეს და თან თავისთავად დამხედველი იყოს, ძალიან მარტივი არის. ჩვენ არ გვისაუბრეთ დამოუკიდებელ საგამოძიებო უწყებაზე, რას უნდა აკეთებდეს ის, ხო? და არც ერთ დროს და ამ ხელისუფლების დროსაც არ შექმნა ესეთი უწყება, რომელიც ნამდვილად იქნებოდა აღჭურვილი საკმარის ძალაუფლებით, რომ პოლიციის ეს შესაძლოა კარგად აუხსნათ ხალხს ახლა ვეცი. სპეციალური მაგალითად მე გავიხსენებ ერთ საქმეს 2000 წინასწარ ხოდრაც ვახსენებ მე მგონი საუბრისას. 2013 წელი იყო, როდესაც პოლიციელებმა დააკავეს ერთ-ერთი მოქალაქი მამუკა მიქაუტაძის საქმე გემახსოვრება გურო შენ რაზეც საუბრობ. ცემეს პოლიციის გაყოფილებაში, სამართველოში, ძალიან ცემეს და ხელი მოაწერინეს ჩვენებაზე ეს. და თანამედროვე იმას რო გადმოვიტანთ. ლუკას ამბავი, სირაძის, რომ მოიკლა თავი, იგივე ამბავი პოლიციის გაყოფილებაში მოხდა, მასე გაფორცელებს ეწოლა, იმიტომ რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის ამ საქმეზე და რა იყო გამოვიდა მაშინ ღარიბაშვილი, მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრია თქვა რომ ამ საქმეზე გამოძიება არის მუნდირის ღირსების საქმე, მუნდირის ღირსება მისი გადმოსახედიდან და მუნდირის ღირსების საქმე. და ეს მუნდირის ღირსების საქმე დამთავრდა ისე, დასრულდა ისე, რომ შენიშვნან, გაფრთხილებან, საყვედურიც კი არ გამოცხადებულა ფაქტობრივად არავის. ანუ თუ კი პოლიციელმა რატო ამოყევი რომ შსს-მ დაიქვემდებარა ამ საქმის გამოძიება, მოთხოვა პროკურატურას, მე უნდა გამოვიძიო, იმიტომ ჩემი ღირსების საკითხია. და არ შეიძლება ვისაც პოტენციურად, ინსტიტუციურად ან ინდივიდუალურად ბრალი ედება, რომ მან შეიძლება ჩაიდინოს დანაშაული, ის იძებდეს საკუთარ თავშესახებ დანაშაულს. კიდევ ერთ მაგალითს ვიტყვი მაგ საკითხზე, გიო. ნუ ყველა ვიცით ხო ეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ეს რეფორმა რო ჩატარდა 2021 წელს, ხო უცებ რო გაუშვეს მაშინდელი ხელმძღვანელობა, ლონდო თოლორაია. ესე უცებ ხელის ჯერ უკვე ეს არის ძალიან დიდი დამაზიანებელი ფაქტორი, ხო როგორ შეიძლება ეს პოლიტიკური უცებ ერთ დღეს ღამით მიღებული გადაწყვეტილებით უწყების ხელმძღვანელობა ისე გაუშვას, რომ ხო რა, ანუ არავით არის ფაქტიურად გამოდის, რომ არავით არის დამოუკიდებლობა ამ უწყებას, მის მენეჯმენტს თუ არ აქვს, შესაბამისად არ თანამშრომლებს არ აქვს და მე დაიწყო დიდი პროცესი, კონკურსი ახალი წევრების და ახალი წევრი კონკურსში იყო პროკურატურის მაღალჩინოსანი, ხო? მაშინ მე დაინიშნა კიდეც ეს კოკა კაციტაძე, ხო? რომელიც დღეს სანქცირებული არის კი. კოკა კაციტაძე უფროსი იყო მაშინ. კოკა კაციტაძე იყო ძალიან მნიშვნელოვანი სამმართველოს მე მგონი პროკურატურაში პროკურორი და მისი მე ძალიან ვეძებე პარლამენტში მისი ინტერვიუს ვიდეო ჩანაწერი სამწუხაროდ ვერ ვნახე, მაგრამ ესე მახსოვს, იმიტომ რომ ვესწრებოდი კომიტეტის სტომაზე მაშინ და კითხვების დაუსვე. ძალიან ესეთი, როგორ თქვა, ხმამაღალი რიტორიკით საუბრობდა წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ უსამართლობებზე, ხო? ერთ-ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს ნაციონალურ მოძრაობიდან ახსენებდა იმას, რომ აი თქვენ დროს ხდებოდა ეს დანაშაულები და ამაზე თქვენ საუბრის უფლება არ გაქვთ რა. დაახლოებით ეს იყო ქვეტექსტი რა. მაგრამ ზუსტად მაგ კონკურსამდე რამდენიმე დღით ადრე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლომ სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა საქართველოს წინააღმდეგ ერთ-ერთ საქმეში, რომელშიც ცაია იყო წარმომადგენელი, ცაია იცავდა იმ ადამიანის უფლებებს. და საქმე ის არის რომ როგორ პატიმარს შეეხებოდა? არა, სამართლომ თუ აღარ მახსოვს, მეგონი პატიმარს შეეხებოდა, მაგრამ თავი ის არის რომ წლების განმავლობაში მე, როდესაც ეს შემთხვევა მოხდა, ამის თაობაზე გამოძიებას აწარმოებდა პროკურატურა და პროკურატურაში ამ სამართლოს ერთ-ერთი მაღალჩინოს ერთ-ერთი ხელმძღვანელ პოზიციაზე იყო თავად კოკა კაციტაძე. და ის ადამიანი გასაუბრებაზე საუბრობდა იმაზე, რომ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე სხვების სამართლებრივად ვისაც ევალებოდა თავად თვითონ და მე ეს ადამიანი აირჩიეს და დანიშნეს იმ უწყების ხელმძღვანელად, რომელიც იმიტომ შეიქმნა, რომ პროკურატურა არ იძიებდა ეფექტიანად ამ დანაშაულებს. ანუ როგორი წარმოუდგენელი, როგორც სიგიჟე არის ეს, ხო? ანუ სამსახური შევქმნით ჩვენ, რომ იმის გამო, რომ პროკურატურა არ იძიებდა, მანამდე პროკურატურას ევალებოდა პოლიციელების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება, მაგრამ რა კი მთელი ქვეყანა დიდი ხნის განმავლობაში შევთანხმდებოდა და ბოლოს ხელისუფლებას დავითანხმეთ, რომ ესე არ გამოდის არაფერი და პროკურატურა ვერ იძიებს ამ საქმეებს და ამიტომ უნდა შევქმნათ ცალკე უწყება. ხო და ეს უწყება კი შეიქმნა ძალიან დიდი ლიმიტაციებით და პირველად ვერსიები სულიად სხვადი იყო, მერე ბევრი რამე შეიცვალა. და ბოლოს საბოლოო ჯამში მივიღეთ ის, რომ ამ უწყების ხელმძღვანელადაც გადმოვიყვანეთ პროკურატურიდან მაღალჩინოს. ვინც იყო ხელმძღვანელი და ცდილობდა ამ უწყებას რაღაც ეკეთებინა, როგორც კი რეალური საქმეები დადგა და ხო სირაძის საქმეს უკავშირდებოდა პრინციპში ეგეც რა და კიდე ერთი ორ სირაძის სააკაშვილის დროს იყო ხო სააკაშვილის ეს ბოლო დღეს პრინციპში სააკაშვილის მასალების ნაწილი გაასაჯაროა
მაშინდელმა ეს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურმა როგორც მახსოვს, ხო? დიახ. პრინციპში აი ეს უწყება დამოუკიდებელი საგამოძიებო ინსტიტუტი, ესე რომ ვთქვა, ვინც გამოიძებს პოლიციელების, პროკურორების და ამავდროულად დანაშაულებს. ცალკე იქნება რომელიმე უწყების შიგნით იქნება თუ ასე შემდეგ ინსტიტუციურად როგორ იქნება, ჩემთვის მაგას დიდი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი არის ორი რამ, ერთი რომ მას კონდეს ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გარანტიები, რაც ნიშნავს იმას რომ კონდეს საკმარისი ბიუჯეტი, აღჭურვილობა და პერსონალი, იმიტომ რომ მაგალითად პროკურატურის და შსს დახმარების გარეშე ვერ კითხავდნენ ადამიანებს პირველ ეტაპზე საერთოდ ვერ ატარებდნენ ფარულ საგამოძიებო მოქმედებას და ასე შემდეგ გავანებოთ თავი, ხო? და ასევე რაციების დონემდეც კი ყველაფერი რაც ჭირდებოდა მაშინ ამ სტრუქტურას გაერომ იყიდა, ანუ რაზე გვაქვს საუბარი, ხო? და მეორე და კიდევ უფრო მთავარი ჩემთვის არის ანუ ინსტიტუციური დამოუკიდებლობის მიღმა, რომ ამათ ჰქონდეთ დევნის ფუნქცია. იმიტომ რომ რამე საქმეს არ მინდა ეხლა ლაპარაკი, იმიტომ რომ მაშინ რაღაცა სხვა სამსახურიდან გამომდინარე ვიცოდი ეს ამბები, ხო? პროკურატურა მხარ აი ამას დევნას ვერ დაიწყებდა მორჩა. და აღარაფერი აღარ შეუძლიათ. ანუ გამოიძებდა საქმეს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური, მაგრამ ის რომ ბრალი წაეყენებინა ვინმესთვის სჭირდებოდა პროკურორის თანხმობა. ახლაც იგივეა, ადამიანებს ცემეს პროკურორი რო ყოფილიყო ეგ ადამიანი, თავად პროკურორს უნდა გადაეწყვეტა პროკურორი. აბსოლუტურად, ანუ ეხაც ეგ არის ადამიანებს ცემეს, აი მირიან ქავთარაძე რო გვიყებოდა, ხო, საბას ხვიტარძის მსხვერპლი ვინც არის, ანუ ჩანს კამერაში რომ ამ ადამიანმა დაარტყა სხვას, გამოგითულია ხალხი არაფერი აღარ ჭირდება იმას რომ დევნა დაიწყოს, მაგრამ პროკურატურა აკონტროლებს თუნდაც ამ ეს სამსახური დამოუკიდებლად ვერ ატარებს ჩხრეკას, ვერ ატარებს ფაულ საგამოძიებო მოქმედებებს, ვერ დააკავებს ადამიანს. დამოუკიდებლად შეუძლია მაგალითად ადამიანების გამოკითხვა, მაგრამ მათი გამოსაკითხი პირები არიან პოლიციელები. პოლიციელს თუ არ უნდა დაკითხვაზე მივიდეს, ხო, ეგეც ვინ უნდა გამოიძახოს დასაკითხად, ან გამოსაკითხად, მაგაზეც კი შსს მიმართვა ჭირდება რომ აი აქ რო ადამიანი ჩანს ეგ ვინ არის თქვენგან გითხარით და შს არ ეუბნება ხო და უბრალოდ ჩვენ იმითი როგორ თქვა ან დავასრულოთ ან უნდა დაგვეწყო კიდე 13 საათი რატომ გვჭირდება ეს სამსახური საერთოდ რა აი მარტო ის არ არის რომ უბრალოდ რაღაც კონკრეტულ დაზარალებულის მიმართ სამართლიანობა აღდგეს რაც თავისთავად ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი საკითხი არის ხო ნებისმიერი პოლიციის მხრიდან დაჩაგრული ადამიანი ამდულად იმსახურებს იმას რომ სამართლებრივი გზებით და მის მიმართ დამნაშავემ აგოს პასუხი სამართლებრივად ხო და ამ ნამდვილად უდიდესი ღირებულების არ ვთქვა აუწონავ ღირებულების საკითხი არის ეს მაგრამ ამის მიღმა ამ საკითხით საქართველოსნაირ არა დიდი ტრადიციების არ მქონე დემოკრატიული ტრადიციების არ მქონე სახელმწიფოებში ეს პრობლემა ყოველთვის მე ხდება არა ერთი ადამიანის პრობლემა არამედ პოლიტიკური პრობლემა დიდი პოლიტიკური არასტაბილურობის წყაროც რა საბოლოო ჯამში ხო და იმის გამო რომ საბოლოო ჯამში ეს პოლიციის დაუსჯელობა რომელიც ერთი საქმით იწყება აუცილებლად ხო თავიდანვე სისტემური არ არის ეს პრობლემა ყოველთვის ერთი და ერთეული შემთხვევებით იწყება ხო მაგრამ მე იძენს ნელ-ნელა აუცილებლად სიმპტომის ხასიათს სისტემურ ხასიათს ხო ტენდენციის ხასიათს ხო და ეს საბოლოო ჯამში გადაითქმნა მე როგორ პოლიტიკური არასტაბილურობის პრობლემად რომელიც შეუძლებელია ერთი ადამიანის პრობლემა დარჩეს რა ის ყველას პრობლემა არის და დღეს უბრალოდ მაგას ვუყურებთ ხო დღეს საბოლოო ჯამში რასაც ჩვენ ვუყურებთ არის პოლიციის დაუსჯელობის მრავალშრიანი ძალიან დიდი პრობლემა, ხო? აქ იგულისხმება როგორც აქციებზე, რაც ყველა ვნახეთ, ადამიანების მიმართ ძალადობის შემთხვევები, რომელიც უბრალოდ აი დღისით, მზისით, ხელის გულზე უმარტივესი გამოძიების საკითხი არის, ხო? აქ მათ შორის შემოდის იგივე პოლიციის უმოქმედობაც, როდესაც მოქალაქეებს უკვე აი ამ თუნდაც გუშინ წინ ხდებოდა, ხო, როდესაც ერთ-ერთ მუსიკოს გაეკიდნენ და ამას წინ უძღოდა სატელევიზიო პროპაგანდაში მუქარა, რომ შენ აუცილებლად ამის მსხვერპლი გახდები, ხო? როდესაც ამას პოლიცია, ხო, არა მარტო სატელევიზიო. პოსტები Facebook-ზე კონკრეტულად ადამიანების მე ხო და ამაზე როცა პოლიციას არ აქვს რეაგირების საკითხი, ესეც მათ შორის დაუსჯელობის არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს არის რაღაცა ერთი ცალკეღებული ხო, მაგრამ მარტო დაუსჯელობა გულისხმობს რაღაც იმას, რომ თითქოს პოლიციელი რამეს რო დააშავეს, არ მოთხოვს პასუხს ზემდგომი პირობით. მაგრამ აქ მე მგონია, რომ ორი არ არის რომ არ მოგთხოვ პასუხს, არამედ ავალდებულებენ რომ არ იმოქმედონ. და ძალიან თვალსაჩინოა ხო და კი, იცი ის თქვა მინდა როცა ეგ ძალიან მარტივი არის და ზუსტად ჩვენ როცა რაღაცა გარდამავალი მართლობის საკითხებზე ვლაპარაკობდი, ეგეც მნიშვნელოვანი არის რომ ხშირად ჩვენ სისტემაში ბევრ საჯარო მოხელეს იმის რწმენა აქვს რომ მისი ერთადერთი დაცვის გარანტია ის არის რომ უბრალოდ ესე ავალებდნენ. ხო. ესე ავალებდა ზემდგომი ან კანონი ასე ავალებდა.
და ზუსტად იმიტომ არის ასეთი სამსახურის არსებობა და ზოგადად ამგვარი მექანიზმების არსებობა აუცილებელი, რომ როგორი უკანონოც არ უნდა იყოს ბრძანება, მას კი არა, ვის მხრიდანაც არ უნდა იყოს წამოსული ბრძანება, თუ კი ეს არის უკანონო, არ უნდა დაემორჩილოს. მაგრამ მოდი ახლა ნელა რომ რაღაც შეჯამისკენ წავიდეთ, იმიტომ ჩვენი დროც ლიმიტირებულია და მეგონი მსმენელებს გადავღალეთ. დავღალოთ ჩვენ არ დავიხლებით ამაზე საუბრით ნამდვილად. თავდებით იმაზე, რომ დღეს სამართალდამცავ სისტემაში არსებული მდგომარეობა, რა ვიცი, ბოლო 3 წლეულის მდგომარეობას თუ შევადარებთ, ერთ-ერთი ყველაზე სავალალოა. დღეს აი ბოლო თვეებმა განსაკუთრებულად თვალსაჩინო დაჩვენა ეს ყველაფერი. ამდენი მასობრივი წამების ფაქტი პოლიციაში მე არ მახსენდება რომ ესეთი მასობრივი 2003-მდე არ წერდნენ მაგას პრინციპში 2013-12-იც კი არა ხო ამდენი ანუ გულისხმობ რომ ფაქტები იყო ცხადია მაგრამ ასეთი მასობრივი რაც ამ მოკლე პერიოდში მოხდა არ ყოფილა ის რომ პოლიცია სრულად ქცეულია პოლიტიკურ იარაღად ის რომ ხედავთ ასეულობით პოლიციელს რომელიც სუჩვენებას იძლევა აი შავზე თეთრს ამბობს კადრში არ ჩანს ვიდეოში და ამას რა გვდგავარ და არ ჩანს და რაღაც სასწაულებს ხედავთ და ვისმენთ ხო ეს რაღაც ერთგვარ ნოყიერ ნიადაგს აცქმის ალბათ იმისთვის რომ მთელი საზოგადოებაში არსებობდეს კონსენსუსი რომ დიდი გადატვირთა ან რა ვიცი ან დეკონსტრუირება და ახლის აშენება ჭირდება ჩვენ სამართალდამცავ სისტემას ისეთის რომელიც თვითონ მოქალაქეს ამ ქვეყანაში თავს აგრძნობინებს დაცულად და პოლიციელი დაკავშირებული იქნება მის საქმეში როგორც კანონიერებასთან და სამართლიანობასთან და არა ბოროტებასთან რომელიც შეიძლება მას დაემუქროს მისგან და მაგაზე პრინციპში ეს არ ჩათვალოს ვინმე ჩვენ მომაყურებელმა რომ ეს რაღაცა ჰაერში ვამბობთ ამ რაღაცებს რომ ეგრე უნდა იყოს და არ არსებობს რაღაცა გზები მაგის მისაღწევად რა აგერ სუსზე თქვა უკვე გურომ რომ მანდედან და სათითაო შეგვიძლია ამაზე ლაპარაკი სუსიდან უნდა გამოვიდეს ეს სისხლსამართლობის დევნის ფუნქცია უნდა აკეთებდეს იმ საქმეს რაც უნდა ხდებოდეს შინაგან სამის რომ პირველ რიგში უნდა ჩამოყალიბდეს რისთვის ვარც და უნდა გაიწეროს ერთი დიდი სტრატეგია რომელსაც გაყვებიან და აქვე პრინციპში ინსტიტუციურ დონეზე გასაკეთებელია ის რაც არ გაკეთებულა არასოდეს ეს არის პირველ რიგში კრიმინალური პოლიციის და დანარჩენი დანაყოფების რეფორმა და მეორე რიგში უნდა შეიქმნას კომისიონერის ინსტიტუტი რაზეც კიდე ცალკე ბევრი ლაპარაკი შეიძლება ეს კომისიონერის ინსტიტუტი აი ბეტმენი ვისაც აქვს ნანახი ეს გორდონი რო არის ხო ადამიანი რომელიც შეასახთა მინისტრი რომელიც არის პოლიტიკური ფიგურა არ უნდა იყოს ის ადამიანი ვინც წყვეტს საპოლიციო ღონისძიებების ჩატარებას მაგაზე უნდა არსებობს ეს კომისიონერი რომელიც ამის ნებართვას იძლევა პროფესიული ნიშნით არჩეული საჯარო მოხელე რომელსაც ახალი მინისტრი ეგრე ვერ მოხსნის ანუ ის მუდმივად არის და მორჩა ეს ბრიტანული ტრადიციის შესაბამისად ხო პროკურატურა აი ისე მესამეჯერო ახსენოთ ცხელი ძაღლი ბარემ ხო ანუ პროკურატურა უნდა იყოს არა ჯემალ კაკაურიძე რომელიც აღწერილი არის ცხელ ძაღლში რომელიც მიუტანს ვიღაცებს აი საქმის მასალას ეუბნება ეხლა მე ამას ყური ასე შემიძლია მოვაბა და ისე შემიძლია მოვაბა ჩემზეა გადასაწყვეტიო პროკურორი არ უნდა წყვეტდეს ყველაფერს პროკურორს თავისი ფუნქცია უნდა ქონდეს პროკურორს არ უნდა ქონდეს შეთავსებული გამოძიებაც და ფაქტობრივად სასამართლოს ფუნქციაც იმიტომ რომ შენ რაც ახსენი ხო ეს პირობითი მსჯავრები და საფრთხო გარიგებები მაგისი რიცხვი რეალურად არ დაწეულა ძალიან ანუ 90%-ზე ზემოთ საქმეებში საფრთხო გარიგებები იდება და ეგ ვისთან იდება პროკურორთან იდება ხო ან პროკურორს ამხელა ფუნქცია არ უნდა ქონდეს და პროკურორს ეგ არ მგონია მე დიდი პრობლემა არა ეგ დიდი პრობლემა არის მაგრამ პროკურორს როცა აქვს ყველა ეს სამივე სტადია შეთავსებულად თვითონ წოს ყველაფერს ეგ არის პრობლემა პროკურორი უნდა იყოს ჯეიმს ბონდში არის სპექტრში არის ერთ-ერთი ფრაზა როცა ეუბნებიან ამ ბატონ დენიელ კრეიგს რომ შენი რა ფუნქცია გაქვს ნებისმიერ რობოტს ნებისმიერ დრონს შეუძლია რომ ადგეს და ტყვია გაისროლოს და მოკლას ადამიანს შენ რაში გჭირდებიო და ეს პასუხობს რომ მე ასევე შემიძლია არ გავისროლო და მარტო მე შემიძლია იმის გადაწყვეტა როდის გავისროლო როდის არა პროკურორის თავი ფუნქცია უნდა იყოს არა ის რომ ადამიანი აუცილებლად ჩასვას ციხეში არამედ თავი ფუნქცია უნდა იყოს გადაწყვიტოს ეს ადამიანი უნდა წავიდეს სასამართლოში დევნა უნდა დაიწყოს იმის წინააღმდეგ თუ არა რაც ეხლა ეგრე არ არის მოგეთ ეხლა გვინოზეც ორიოდე სიტყვა თქვა აბა რას ფიქრობთ გაუფილტრავია გვინო ალბათ შემჩნევდით რომ ცოტა ლეკიცა აქვს გურო შენ დაგითხოვ სიტყვას იმიტომ
მე მართლა ალბათ ხოლმე თქვენ სტუმრების უმრავლესობა მაგას ამბობს რომ ესე ღვინის დიდი მცოდნე არ არის მეც მაგაში ბევრი უმრავლესობა მეც მატრიქსში ვარ მაგრამ ხო ესე ძალიან მომეწონა სიმპათიური ღვინო არის გამოცნობით მართლა გამიჭირდება ერთი ეჭვი მქონდა უფრო დასავლური ღვინო მგონია მიხედავთ იმისა რომ ქვევრის ქაცლს ძალიან გავს რაღაცებით შენ რას ფიქრობ მე რა ვიცი ნალიქს ხედავ რაღაცნაირს რა რაც თქვენ ენაზე რა ქვია მაგას გაუფილტრავია და აქვს მე აღმოსავლური მგონია ხო ქვევრის ქაცლს ძალიან გავს მაგრამ აი არ ვიცი ხო თან ნუ ქვევრი არის ცხადია ახლა იმიტომ რომ ეს ოქსიდაციის ეს დონე და მე მგონი ცოტა ძველი ღვინოც არის ხო ახალი ღვინოც არ არის არა აი ნახე საბა როგორ კი ნელ-ნელა სწავლობ რაღაცებს რეგიონზე რას ფიქრობ შენ კახიც ვიტყოდი ხო ავიცი მაგრამ ხო წინა ღვინოებთან რომელიც დასავლეთიდან იყო რაღაცნაირად განსხვავდა გურო რასაც ამბობს მე მგონი იმიტომ ამბობს რომ ჟავიანობა ხო აქვს ცოტა კახეთისთვის უჩვეულოა ცოტა ხო მოგეთ მე დღეს წამოვიდე ჩვენი კოლეგის ალიკო ციკიტეშვილის ოკეი პორტაულის ენახელიდან თქვენ ამის შესახებ იცით ქართული ვაზის ფონდი ეს არის ქისი და მწვანე ორი კახური ჯიში კახური მწვანე და ქისი 2020 წლის მოსავალია საბამწვრად ამოიცნო რომ ახალ ღვინოსთან არ გვაქვს საქმე 5 მე ვარ 2020 წლიდან 5 წელია გასული ხო ნუ რა გაიწყობა ეხლა ეგის დამემართა რომ 2021 წელს ლონდა სამსახურიდან გავიდა 4 წლის წინ მომხდარა უკვე და ამაზე გადის რომ გონია რომ გუშინ იყო ხო ესე იგი ქვევრის ღვინო არის ცხადია და ასევე ცხადია რომ სუჭეჭაზე ქართული წესი ოჩახ ბატონ ალიკოს მადლობა ალიკოს ნამდვილად ალიკოს და ჩვენს მადლობა გურამს სტუმრობისთვის მე კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს მაყურებელს რომ უყურებდა პოდკასტს თავისუფალი მაგიდა ჩვენი ყურება შეგიძლიათ ყოველ პარასკევს 22 საათზე YouTube არხზე მისმინე და იმისთვის რომ როდესაც ჩვენი ვიდეოები დაიდება სწრაფად მიიღოთ შეტყობინება ამის შესახებ აუცილებელია რომ ეს არხი YouTube-ზე გამოიწეროთ